მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ ძალიან ბედნიერი, გახარებული, იუბილარი და ასე შემართებით რაღაც ენერგიული მოვედით თქვენთან ჩემო ძვირფასო და საყვარელო მეგობრებო. დღეს მართლა გულწრფელად მიყვარხართ. დღეს გამონაკლისი იქნება, რომ ესეთი საყვარელი იქნები თქვენთვის და გამარჯობა გია, მოგესალმები, გამარჯობა გია. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მაკა რაღაც განსხვავებულ ფორმაში ძალიან კარგად გამოიყურებით ჩემო მაკა. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ამდაგვარი ესეთი ჩაცმულობა ზესუმზირაში ვერ გავაკვირვებთ ვერავის, ასე ვთქვათ, ვერ გიას და დღეს ჩვენ მაყურებელს, მაგრამ მე ვარ თემიდან გამომდინარე ასე ჩაცმული, თუ შემდგომში უფრო კარგად ახსნი აუცილებლად მე ყველაფერს მივესალმები ჩვენს მაყურებელს და რა თქმა უნდა მიულოცოთ გია ჯაჯანიძეს დაბადების მე მინდა მოგილოცო დაბადების დღეს ეს ხნეთ ესე ძლიერ ყოფილიყავი და ის წამლები რომელსაც სვავ ძულები გაამაგრო სულ კონდეს ის წამლები არ გამოგლევა. დიდი მადლობა, დიდი გია შეუსრულდა 50 წლის იუბილე, ეს არის ოქროს იუბილე, რაც იმას ნიშნავს, რომ გია უკვე ოქროს კაცია. რა თქმა უნდა და პირველ რიგში მე მინდა მივულოცო შენს დედას, იმიტომ რომ ეს ყველაზე ძალიან ალბათ თუ უხარია, რა თქმა უნდა შენს მერე ეს არის დედა, ვისაც უხარია შვილის დაბადების დღე, შენ შვილებს, არაჩვეულებრივ გოგონებს და შენ შვილიშვილებს და შენ ოჯახს და ღმერთმა დიდხანს კარგი, მილოცები ძალიან კარგი, მაგრამ დავიწყოთ თემა. დიდი მადლობა, მე მინდა აუცილებლად ორი სიტყვა მათქმევინეთ, ჩემი საყვარელის თემა მადლიერება და აი ამ მადლიერებით არის რომ შედგა ჩემი პიროვნებაც, პროფესიული კარიერაც, ყველაფერი, იმიტომ რომ არასოდეს არ მავიწყდება ადამიანები და ერთი რამე მინდა რომ გითხრათ, ის ადამიანები, რომლებიც არიან წარსულები და ჩემს აი ყველაფერში, ჩემს წინსვლაში ძალიან დიდი წვლილი მიიღეს, აი იმ ადამიანებს მინდა პატივი მივაგო მათ ოჯახებს, ეს იყო ქალბატონი ზინა დიაკონიძე, მანანა ხვიჩია, ლია კანკავა და აი ძალიან გულს მაკლია ისინი, ქალბატონი მედეა ბიბილეიშვილი, ლილი ბულუხია და მე მინდა ერთი რამე გითხრათ. ორი. საერთოდ არა, ორს არ ვიტყვი და სხვა მადლობა ჩემ შვილებს, რომ იტანენ ჩემ ცუდ ხასიათს და დრას იტანენ ისინი ცალკე ცხოვრობენ. არა, მაგრამ როცა მოდიან წუხელ ღამით მოვიდნენ საჩუქრები, მომიტანენ სილიცილები და რა მინდა იცი და აუცილებლად მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხოდო იმ ადამიანს, ვინც გულს მტკენდა, მქოლავდა და წინ მეყობებოდა, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა, აი ამ ადამიანებს კარგად ზალა ენერგია და ოღონდ იცი რა არის, ჯიბზე კი არ ვაკეთებდი, თვითონ მიმართლებდა და ასე შემდეგ და აუცილებლად აი მე ვიფიქრე, რომ ყველაზე ორიგინალურ საჩუქარს ვინც გამიკეთებდა, მე თქვა ეს ამბავი. ერთი, რომელიც ჩემმა ძალიან ახლობელმა თამუნა ჯაჯანიძემ მაჩუქა ეს პერანგი, ზესუმზირები და საოცარი პერანგია. უნდა აღმენიშნა და საოცრება ახალი ამბავი. სახლში მყავს გოჭი მაშკა, რომელიც აბაშის რაიონიდან ჩამომიყვანა ნატო ნოდიამ საოცარმა ადამიანმა და მე არ მინდა ეს გოჭი გაუშვა ხელში. აი ესეთი ყურე გაზარდე და ახალწელს დაბო. და პირველი მაყურებელი გიორგი. მოგესალმებით, ძირფასო ტელემაყურებელო, გამარჯობა. შუადღეობის გამარჯობა. პირველად მოგესალმებით მთელს თქვენ კოლექტივს, თქვენ ძვირფას გადაცემამ ზესუმზირას, ერუდირებული, ძვირფასი, შესანიშნავი ტელეწამყვანი, უძვირფასესი ადამიანი, ბატონი გია, გუშინ დამასწრო აპრესა ერთ-ერთმა რესპონდენტმა მოგილოცა წინასწარ, მინდოდა პირველი ყოფილიყავი. მე თქვენ ახლოს არ გიცნობ, ხშირად შემოვდივარ გუშინ ქალბატონ დალის დროს და შემოვედი. ხო, ენაცვალო ჩემი თავი ძალიან კარგი პიროვნება ხარ და თუ ესე შეარულად დაგიყვანოთ თქვენი გადაცემები, წარმატებებს გისურვებთ. მრავალ დაბადების დღეს დაგასწროთ ღმერთმა. მე მხოლოდ ეს მინდოდა რომ ძალიან სიყვარული აი თქვენი რესპონდენტი. უღრმესი მადლობა ზარისათვის, მილოცვისათვის და დროა გია უკვე. მილოცვა, მაგრამ თემა უნდა გავხსნო და თემა არის ჩვენი დღეს რადიო, რაც არ უნდა გასაკვირვეიყო. რადიო ჩვენი თემა არის რადიო წამყვანები, რადიო სფერო, როდის დაარსდა პირველი რადიო
როდენდე აი ესე აქტიურად და ესე აქტუალურად მოდის რადიო ეთერები ხო? ყველა სხვადასხვა გადაცემები, რომელიც მაგათაც არის სატელევიზიო, იგივე გააკეთეს უკვე რადიო გადაცემები და რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარს რადიო. ია ადამიანი, რომელიც არის ყველაზე ჩვენში უფროსი, მან უნდა იცოდეს პირველი რადიო როდის დაარსდა, მე ვაღიარებ რომ არ ვიცი. არა, რა თქმა უნდა, მე მაყურებელს მიმართავ, რომ დაგვირეკეთ 33-55-18 წინორიანი რა თქმა უნდა არ უნდა დაგავიწყდეს რომ მოხდეს ჩვენთან ეთერში და მიულოცოთ გია ჯაჯანიძეს თუ გნებავთ რა თქმა უნდა დაბადების დღე, კარგი, აღარ და თემასთან დაკავშირებით და მე მაინტერესებს აი შენ დროს როგორ იყო ანუ ახალგაზრდობისას აი პატარა ვიყავი რადიოს როგორი რა უპირატესობას ანიჭებდი აუცილებლად გეტყვი რატო არის დღეს თემა რადიო ხო იმიტომ რომ ჩემმა პროდიუსერმა გადაწყვიტა რომ სულ კადრს იქით უნდა ვიყო მე სულ უნდა გადამფაროს და აქედან გამომდინარე დაარქვეს დღევა მე მეგონა დღევანდელ დღეს ერთმა უნდა ჯაჯანიძე მაგრამ არა უშავს მე მოვიქვენა ამასაც და გადავიდა მე და რადიო დავიბადეთ ერთად 1925 წელს 25 მაისს ხო 23 მაისს და ორ დღეს შეერთე არა უშავს ინფორმაცია ვერ მოგაწევს მე მაქვს კარგი იდეა გია შენთან აი მე თუ რატომ ვარ დღეს ეს ჩაცმული არის არა ჯერ გავცემ ამას იმიტომ რომ მე ცალკე უნდა ვილაპარაკო მაგ შენ ჩაცმულობაზე შენ მკითხე ჩემთან ჩემ დროს როგორ იყო რადიო ხო ანუ რა უპირატესობას ანიჭებდი საოცარი აი ყველა სახში უნდა ყოფილიყო რადიო და მე დღეს ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი რომ მე არ წამოვიღე ის პირველი რადიო რომელიც მე მაგ სახში რადიოლა და სულ усმენდი რა იყო მუსიკალური იყო რაღაცა მუსიკალური გადაცემები რა იმ ყურადღება მე არ მგონია პატრიოტული იყო და არაჩვეულებრივი სიმღერა უფრო საინფორმაციო გადაცემები და შიგადაში რაღაცა მუსიკალური ჭრები საინფორმაციო იყო და აი ეხლა მაგონებს არა და იჯერო აი ესეთი სტილის სიმღერები იყო უფრო ხშირად კი რა ხო და აქედან გამომდინარე რა არის აი ძალიან ხშირად გიორგი იყო ნუ ეს კომუნისტური გამოსვლები ანუ რა გულისხმობ რომ ისეთი რამე რომელი გაიმარჯვა 5 წლედის და ესეთი რაღაც საოცარი აი მე მინდა სხვათა შორის ძალიან ესა რა ქვია ვიყო რეტრო ესეთი რადიო რეტრო იყოს თუ არის მე მგონი თუ არ ვწდები და ვიყო წამყვანი და ესე წავიყვანო გადაცემა. შეიძლება მაყურებელი ვერ მხედავდეს მე გია, მსმენელი ვერ მხედავდეს, მაგრამ როცა მე ჩემი აზრით აცხადებ თქვა, ეხლა თქვენს წინაშე დები შხნელები და გაცვია კეტები ცოტა უხერხულია და ჯობია რომ ასე წავიყვანო გადაცემა. მაგა, მისმენე რა გიცა. ბაზე უნდა დაიძინო რომ კარგად შეხვიდე. ხო ძალიან საინტერესოა. გაჩუნდი დაიქცა მეტი. Ja, debi შხნელებს არ თქო და ასე ღია ერთი ძამი და არ ეცოთ კიდე არა ვარ მე დები ჩემო ციცი ნათელა სადაფარე ნელა შენ მაშოვით ნახება დამზვადა დამანელა შენ მაშოვით ნახება დამზვადა დამანელა და კარგიხა მაგრამ მე რად მარგიხა ჩემი იყო სამინა ერთი თვალეძია შენ გისხვისკენ გარბიხა კარგი მეტი ერთი ძამი სიმღერაში ეს Masharada minada pepe Managuli da mi banela
უნდა ისევაშე ჩემო ციცი გია ჯაჯანიძე აი ეს სიმღერა შენ გეძღვნებოდა მე სხვათა შორის მინდა ესეთი ისტორია მოყვე მე შენ ლექსებით ვერ გაგაკირვებდი დღეს ვერანაირად იმიტომ რომ ჩემგან არ გაკლიათ ლექსები მე არ ვიცოდი გიტარის დაკვრა აი ამ ბალიშებს ვერ გძნობ სამი დღეა მეცადინეობ ეკა თევზაზე უსაყვარლესი ადამიანი მამეცადინებს და ეს სიმღერა მთლიანად შენ გეძღვნებოდა ეს ყველაფერი შენ გეძღვნებოდა და არანაირი რადიო და არანაირი თემა ეს დღეს არ არის დღეს არის რა თქმა უნდა თემა და ვუმღეროთ რა ლამაზი დღეა რა ნათელიზეა მე მგონი ეკაც არ გავუნთხუნეს გიას დაბადების დღეა ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა თინათინ მაღალაშვილს რომელმაც სპეციალურად როდესაც ვუთხარი თემატურად რომ რა მღეროდი მან იზრუნა ჩემს ასე ვთქვათ ჩაცმულობაზე და დამაბარა შენთან რომ მოვიდეს გია ჯაჯანიძე ჩემთან და მას რაც სურს ყველაფერს შეუკერავ და ის გაჩუქებს შენ ყველაფერს და რაც შეეხება შენ ერთ-ერთ გადაცემებს უყურებს შენ გადაცემებს ხალხი ჩემო საყვარელო გია ისინი ხოლმე შენ ფრაზებს იმახსოვრებენ და ერთ-ერთ გადაცემაში შენ ახსენე რომ მე ვსვავდიო სათითეთიო ქალბატონმა ლიკა დგებუაძემ ეს არის სათითეების კოლექცია სადაც იყო რომელ ქვეყანაშიც იყო ჩამოიტანა იქედან სათითეები ეს არის ამსტერდამიდან მონტე-კარლოდან იტალიიდან და ესპანეთიდან და აი ეს მე შენთან ვიცით რომ შენ ძალიან ბევრ რაღაცებს აგროვებ ანუ პრინციპში ხარ კოლექციონერი და ატი გია ჯაჯანიძეს აჩუქეთ ხოლმე და მაყურებელი ხარ მოგესალმებით უღრმესი მოგესალმებით გამარჯობა ალო გისმენ ეთერში ხარ ისაუბ ალო გისმენ მით გამარჯობა გამარჯობა გისმენ ეთერში ხარ გიას მინდა დაბადების დღე მიულოცო დიდი მადლობა კარგი დუღმეთი მადლობა ქალბატონ ლიკა დგებუაძეს ნახე რა საოცარია და დაიწყო ჩემთვის არის არა თითებზე ანუ გია და გისურვებს რომ შენ 100 ჯერ მეტ ქვეყანაში წახვიდე და იქიდან კიდევ ჩამოვიდე საინტერესო იდეაა ძალიან ლამაზი და გავაგზავნოთ ისევ თემატიო გია როგორ აღნიშნე მაშინ მოდი დავიწყოთ ახლა გუშინ როგორ აღნიშნე შენი დაბადება მე სხვადასხვა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რა თქვენ წუხელ გამიკეთეთ ძირფასო ტელემაყურებლებო ღამე 12 საათზე არის რაღაცა ძალიან საინტერესო ხმაური ყვირილი რაღაცა გადმოვიხედე ფანჯრიდან და აი პირველად ვიტირე გულწრფელად რომ დავინახე მაკა გიორგი აი ბევრი ხალხი და ამის შემდეგ დღესდილით რომ მოვედი ტელევიზიაში ფეიერვერკები აი ხალხი ჩემი ფანტაზია იყო მე როგორ ჩემი ფანტაზია იყო დღეს ნამდვილად ისეთი მნიშვნელოვანი დღეა და მე პატარა ისეთი სახალისო ინფორმაცია შევაგროვე ასე ვთქვათ შენთან დაკავშირებით შენი ზოდიაქოსთან დაკავშირებით შენ ხარ ბერძი და მინდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გითხრა რომ მცირე პრობლემების მიუხედავად დღეს წარმატებული დღე გექნება შენ ფინანსურ ოპერაციებში მაინც და მაინც ფინანსურ ოპერაციებში ნუ იქნება თავი შეიკავე არ გადაიღალო ეს ჯანმრთელობაზე სულაც იმოქმედებს და მართალი პლანეტა მარსი მუდმივი ენერგიის მარაგით დაჯილდოებული ადამიანები არიან საერთოდ ვერძები უდარდელნი დაუცხრომლნი და პატივმოყვარენი მიზანსწრაფულები პირველი ნიშანია და თავისთავად ამ ნიშნის ადამიანებს უნდათ პირველობა ყველაფერში პირველები იყვნენ ძალიან ეგოისტური ნიშანია მასში არის ახალგაზრდული გულუბრყვილობა ისინი იდეალისტები და რომანტიკოსები არიან მათ წარმატება აქვთ ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით თეატრში ის
ყურადღების ცენტრშია მუდამ მის გარშემო ბევრი აღფრთოვანებული ადამიანია, ბევრი კინოვარსკვლავი დაიბადა გია ამ დღეს და ამ კერძოდ ამ ნიშნის ქვეშ ღრმა და ბრძენი ნიშანია, მაგრამ გულწრფელი ლოიალური, თავგადასავლების მოყვარელი. და მე მინდა ასევე ვთქვა დღეს რა მოხდა. დღეს ვიკინგებმა ამ დღეს გიცავცება, ვიკინგებმა ამ დღეს დაარბიეს ქალაქი პარიზი, ყირიმის ომი საფრანგეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს, ესპანეთის სამოქალაქო ომი და პენსილვანიაში ატომური ელექტროსადგურში სერიოზული ავარია მოხდა, მაგრამ დაიბადა გია ჯაჯანიძე, დაიბადა დღეს ასევე ჩეხი პედაგოგი და ჰუმანისტი კომენსკი, მაქსიმ გორკი, ლედი გაგა დაიბადა დღეს, ნინო ანანიაშვილი და მას ვულოცავ დაბადების დღეს, მე პირადად და ალბათ გია ჯაჯანიძეს აუცილებლად მიულოცავს და დღეს რა თქმა უნდა დაიბადა კიდევ გია ჯაჯანიძე მაყურებლებო და დღეს ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ეს ყველაფერი, ნუ რაც შეეხება მარხვა არის დღეს და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდანების დღეს, გია დღეს, წმინდა აღაპი და მასთან 7 მოწამის დღეს აღნიშნავს, მღვდელმთავარ მოწამე ალექსანდრეს, წმინდა ნიკანდრს და მანუელ კრისტელს. აი ასე დღევანდელი დღე, მაგრამ ჩვენ აღნიშნავთ შემდეგ ერთი წელი ჭუმატიძეს და ჩვენ აღნიშნავთ ზესუმზირელები მთელი შემოქმედებითი კოლექტივი აღნიშნავთ გია ჯაჯანიძის დაბადების დღეს. მე ცოტა მომერიდა უკვე, მომერიდა მართლა უკვე. მაყურებელი ყავს ეს. და მე მივხვდი გია რატომ ხარ შენ ესეთი გრანდიოზული ჩათმოვიდა, შენ და ლედი გაგა ერთად ხარ დაბადებული. მოგესალმებით ეთერში ხარ. კომენსკი გილოცავ გიორგი დაბადების დღეს. დიდი მადლობა. ბრავოს და ეს არის მოგესალმებით ყველას. ყველანი ძალიან მიყვარხართ. განსაკუთრებით გიორგი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს და სულ ბედნიერი ვიყავთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და ჩემს საჩუქარს, გიორგი თქვენს უკან არის თაროზე პავილიანი კალათა, რომლის უკანაც ძეს საჩუქარი ჩემს. აბრძანდი ბატონო. ნახოთ. აი კაცი ჩანს. სტატ პავილი. სწორად მივიდა. ხელი მან უნდა იყოს შვილი. არა, კიდე წინ მიდი. მეორე კალათა. არა, თაროზე. როგორი დამოუკიდებელი ვარ. არ მიყვარს სიურპრიზები. მიდი. შენ უკვე პირველი გადაიტანე. ჩემი გიტარაზე. მე შვიდი. კარგით რა. არა. რა არის? ვაიმე. ლევან კაცაზე გილოცავს დაბადების დღეს. ლევან. დიდი მადლობა. ვაიმე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ორიგინალური იყავი ლევან. ძალიან. თქვის საათი. ვაიმე, აი არის როგორ ვაიმე. არ მიყვარს ეს სიურპრიზები შავი. ნახე, არ მიყვარს. ესე იგი, მოხდა, ეს იყო მისი მეგობარი, ძვირფასო ტელემაყურებელი ლევან კაცაძე, რომელმაც მიულოცა და ესეთი სიურპრიზი დაახვედა სტუდიაში, რომელიც ჩვენს არ ვიცოდი პირადად. როგორ მოიწვია დედას გუში ნახე და აი არ მიყვარს ეს სიურპრიზები. მადლობთ ლევან, ძალიან როგორ გავიგეთ, ძალიან დავიბედი, იცი? სიურპრიზების დღე ჩემო გია გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა რეკლამაზე გავდივართ, ზესუმზირა ძალიან მალე დაგიბრუნდება და ჩვენი პირველი სტუმარი გიას ეგონა რომ რატომღაც რადიოს წამყვანი უნდა ყოფილიყო დღეს ჩვენი. პირველი სტუმარი და ჩვენი პირველი სტუმარი არის. და რაც გადაცემა დაიწყო, იმას დავამატე და ვისაც ნატრობდა გია და ვის გადაცემაში ძალიან უხარია ყოველთვის მისვლა. და ეს ადამიანი არის ძალიან პოპულარული, ძალიან საინტერესო, ყველასთვის საყვარელი, უმაგრესი ადამიანი. შენც მიგიწევს გადაცემაში ამის შემდეგ ბანო ჯავახიშვილი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ბანო ჯავახიშვილთან ერთად. სიურპრიზები გრძელდება.
ზესუმზირა დაბრუნდა და გეტყვით იმას რომ დღეს არ არის რადიო ჩვენი თემა, არამედ არის ჩემი ფიფქის დაბადების დღე, იგივე გია ჯაჯანიძის დაბადების დღე. გულოცავთ კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა დარეკო ტელეფონის ნომერზე 2-33-58 პირდაპირ ესერში მიულოცო და Facebook-ზე ქართული შრიფტით ზესუმზირა მზეზე მომწეროთ მილოცვები დღეს მეტი არაფერი არ ხდება. რომელიც არასოდეს არ ვდმევა. და ჩვენი პირველი სტუმარი გიას რომელია ეს ადამიანი ძალიან უყვარს ცნობილი ტელეწამყვანი უკვე კომედი შოუს მონაწილე აღარ ტელეწამყვანი ვანო ჯავახიშვილი მოგესალმებით უმირადად მოგილოცავ მაგრამ მაინც ეს ხელის ჩამორთმევით გილოცავ დაბადებით დაესწარი ბრავალს ვიცი რამდენი წლის გახდით 55-ის ექსკლუზივს გაწევ ვანო აი ერთადერთი ადამიანი ხარ და ზუსტად გამოიცნეს ჩვენმა წამყვანებმა პროდიუსერმა ვისი ნახვაც გამეხარდებოდა უღრმესი მადლობა რომ მოხვედი თან სიურპრიზი იყო არ მიყვარს სიურპრიზები იმიტომ რომ მოულოდნელობისგან ვიბნევი ეს დაბნეულობა არ მიყვარს და მე მგონი ამათმა ჩაიფიქრეს იცოდნენ ამათმა რომ მე სიურპრიზი არ მიყვარს არა მე სხვათა პროდიუსერი დამიკავშირდა მე მგონი მაგრამ იცოდი შენ მაგათო ხო პროდიუსერმა მითხრა რომ ჩუბად შემაპარეს სადღაც ხეღად დავიბალე იქ ოთახში ვიყავი დიდი ხანი დამალული ჩემ თქვენ სანამ გრინს გაიკეთებდით რა და ნუ გაგვიდე მე უცებ ისე შემომაგდეს რა და მეც გამიხარდა იმიტომ რომ ჯერ ესეც პირველად ვარ თქვენს ეთერში და კეთილი იყოს ჩემი ფეხი კაი დღეს ვარ ესე იქ შენ დაბადების დღეს მოვედი არა ნუ რაღაცა სწავლი უნდა მოხდეს მე ჯერ კაი დღეს ხარ დაბადე ესე იგი ლედი გაგა და შენ მე რა ვთქვა ჩემ დაბადების დღეზე ვარ მე დაბადებული მეორეა პუტინი ხო და რეალ შენ უფრო კარგი დღეს ხარ დაბადებული მინდა გაიხარე დიდი მადლობა ვანო და თან არის იცი მე ფიქრობდი სამსახურიდან მოვდივ ნუ ხელსარიელი რანაირად მივიდე ხო რაღაცა ისეთი უნდა მოვიფიქრო შენ კი ფიქრობ ხოლმე რაღაც ორიგინალური ჩაცმულობებს მაგრამ მეც რაღაც ვიტრიალე იქ რაღაც შევედი სადღაც იქ ვიღაცას რაღაც ვკითხე რაღაც მაგრამ ბოლოს მაინც ისეთი რაღაც მოგიტანე რომელიც შეიძლება მოგეწონოს არ ვიცი რა შეიძლება ხო აქ დავმალე რა ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნა ფოტოშოპში მანდ რომ აი ძალიან ბევრი ვიფიქრე როდესაც შენ საჩუქარს გირჩევდი ამიტომ კი ეს ცოტა ისეთი ადამიანია და ამიტომ ყველას უჭირდა აი მაინტერესებს ნეტა ესეთი რა რაღაცა მაგვარანტული რა არის გაიცა ერთი წუთი მოვლენებს უგაუზ რა თვალები დაფუჭე კარგი რა ეს ალფეხზე უნდა აღწერა აი ესეთი ფაიმე რა ლამაზია კარგი რა ბაზო კარგი რა ბაზო ესეთი მე მგონი არ ქონია ესეთი არ ქონია მოდი ხშობ არა ნამდვილად აი ნახე როგორია ნახე მაღურებასაც და არა ეხლავე უნდა ჩავიცვა სუფთა ჩითია არა ჩითი არ არის არა ბაში ბამბაზი რა ქვია არ ვიცი ხავერდია ეს არის ხავერდი პლუში ქვია სინამდვილეში პლუში ქვია ჩავიცვა ეხლა ჩაკეთე ვახტი მე უნდა ხა ზომა არ ვიცოდი შენი მაგრამ აბა მიიზომე არა უნდა ჩაიცო გავი და ჩაიცო იცი რა მაკიაჟი გამიფუჭდება თუ არა ანუ რეკლამის მერე შეგიძლია რეკლამის შემდეგ ჩავიცვა ვანო აუცილებლად ნუ ასე მაინც დავждები ძალიან მიხარია გახვიდე ჩაიცოდე შემოხვიდე არა ხო და რასაც წავიდე ეს საოცრება სად შეიძლება ძალიან მაგარი ვანო რას ფიქრობდი გეხოწები რომ მოდიოდა ფიქრობდი ჯერ საჩუქარზე ფიქრობდი პირველ რიგში იმიტომ აი რა კუთხით შეარჩეს საჩუქარი თვალის ფერს მოუხდება ეს იასამის ფერის ოქროთი შევხედე ყვავილები აქვს ზესუმზირები აქვს ნუ არის ბევრი აი მაგალითად ეს ტოტები რაღაცები ხო გიყვარს კი დამაგდება რაღაცები ყველაფერია აბსოლუტურად ყველაფერია და რა ვიცი მე ვიფიქრე რომ იარლიყი განსაკუთრებით ის დროს როდესაც ამას ხსნიდი ნუ ეს ყველა გიყურებს თუ ვანო ჯავახიშვილი ხსნის ესეთ სამოს ნუ გიამ რომ მოხდეს არ არის პრობლემა აი მე როგორი ხო უნდა გენახე ხე ჩაეტევა არ შედო ტანზე ხო არ მიიდე თითქმის ერთი ტანის ეფეხას არა იქ ჩაულებრივად ეტევა ვანო ჩემზე მაღალია ოდნა მაღალი ვარ ახლა ანუ მინდა გიხმარა არჩევაში მე თვითონ ავარჩი
მეც ნავარჩია და ჩვენ ყავს ჩვენ დიზაინერი მარია ძალიან კარი გოგოა და იმან შემარჩევინა და ზუსტად ზომაც რო ზუსტად ეს არის თვითონ კარნავალზე აი დაბადების დღეს პრინციპს თემა გამოდის დაბადების დღეს ხო გია და როგორ შეიძლება დაახასიათოთ გია აი რასაც უყურებ გიას როგორცაც ისნობა აი როგორი ადამიანია გია რა არის ისი მე დავახასიათებდი საკმაოდ ისე დადებითად იმიტომ რომ არის მხიარული ადამიანი ყველაზე მთავარია კეთილი ბევრი არის მაგალითად კაცმოძული ადამიანები ხო ეს არ არის ესეთი და მე ამ ადამიანში იმას ვაფასებ რომ თავისი სიტყვაზე ჩაცმულობა იქნება თუ ეს რაღაც აქსესუარებით იქნება შემკული, ანუ ამას ჩვეულებრივად აღიქვამს, ხვდებით? ანუ არიან ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად შავ ტანის ამოსით დადიან მხოლოდ რა ქუჩაში. და ეს რო ესე დადის, მე ეს მომწონს, იმიტომ რომ შეიძლება რომ კიდე ბევრმა იაროს რა ამ ტანის ამოსით და აი ხალხი უფრო გახალისდება, უფრო რაღაცა ბევრი სისხლები ყოლება. ბევრი სისხლები ყოლება მაყურებელს გადავალ ამით ქუჩაში გავალ აქედან რომ ეს მოგესალმებით ზიფასა მაყურებელო. ალო? ისმენ გამარჯობა, კარგია. გამარჯობა. ნანა მესხი გაკეთებ. უიმე დიდი მადლობა. ეხლა მოგარი, პური შენ დაბადების ყოფილა, გულმა არ გამისმო რომ არ ამერიკა და არ მომელოსა. უღრმესი მადლობა. არა ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, საოცარ დადებითი აურა გაქვს და ყოველთვის მიგულე შენ გვერდი, შენს მეგობრად და იცოდე რომ შენი ბედნიერება ჩემი და ჩემნაირი ძალიან ბევრი ადამიანის ბედნიერება და სიხარული. ძალიან დიდი მადლობა. იმღერებ ჩემ კონტენტში გათიშა არა უშავს იმღერებ. იცი რა მაინტერესებს? აი თუ გახსოვს ზუსტად, ანუ როგორ რა კუთხით და როგორის რა სახით დაინტერესდი გიათი. ანუ როდის ნახე ის პირველად და მივხვდი რომ აი ეს რა ვინ არის ეს საოცარი ტიპაჟი. ბევრჯერ ყავდა ტელეეკრანზე ბევრჯერ მიფიქრია მისი მოწვევა, მაგრამ რაღაცა იცით რომ როცა სტუმარს იწევ რაღაცა უნდა გქონდეს. ხელჩასაჭიდი რომ იმაზე მე ააწყო რა გადაცემა და ნუ ერთხელ ნახე რაღაცა ესეთი ფორმით მეორედ მესამე მე ამით რაღაცა ვიდეოები ავკინძე. ხო მე უკვე ესე მაყურებელში ძალიან აგორდა ამის ჩაცმულობა და ანუ უკვე კონტექსტური იყო ამის მოწვევა გადაცემაში და აი მაგ შემთხვევაში უკვე გამოვიდა კარგი სტუმარი. კი, კაცი ჩაცმა თქო. გასაგებია. თავისი ხაზი შეუძლია გააკეთოს გიამ უკვე მოდის კვირეულებზე გამოიტანოს ამ კოლექცია. გამოფენას ვაკეთებ ჩემი კოსტიუმების და ერთ-ერთი კოსტიუმი ეს. ფილიპ კირკოროვი რა ხდება. ნუ ეხლა თუ რამეს დაამატებ კიდე შენი ინიციატივით ახლა შეიძლება მოვუწევ. არა, ამას როგორ გავუღებდა? ერთადერთი შეიძლება მაჯებზე გავუკეთო პეპლები დიდი. იცი რა მინდა რომ თქვა ძალიან ბევრი ადამიანია დღე რაღაცა ნელ-ნელა მათი რიცხვი უფრო და უფრო კლებულობს, მაგრამ ბევრი ადამიანს ვერ ხვდება. იცი, რაღაცა გაღიზიანებაც აღარ ქვია იმას, უბრალოდ ვერ იცნობს ვინ არის ეს ადამიანი საბოლოო ჯამში და რატომ დადის ესე. აი შენში რა გრძნობა, შენ გარშემო მყოფებში, აი ბევრი ამბობს რომ ნუ რანაირად დადის კმაყოფილებას და ვერ იგებენ. ნუ აი შენი ახსნა მაინტერესებს. აი ვერ იგებენ იმიტომ რომ ის ისქოს რომ ეს კაცი ჩვენ აქეთ გვეკაიფებაო ვიღაცამ გასაგებია მე სხვანაირად უყურებ ესეთ რაღაცებს იმიტომ რომ ეს არის ძალიან მე მგონია რომ ამაში ცუდი არის პირიქით დადებითია ხვდებით და აი მაგალითად მე აი დახეული ჯინსების დადიანა და მირჩევნია ესეთი ადამიანი დავინახო ქუჩაში და უფრო გამეცინოს გავხიარულდე კაი ხასიათზე დავდგე რა ხო და ყველაფერს აქვს თავისი აურა ხვდებით და გიას მაგალითად ძალიან დადებითი აურა და ეს მე მგონი მოსახლეობაზე წესით არ უნდა მოქმედებდეს ვაყოფით ანუ შენ დაბადების დღე რო გაიხსენე ყველაზე ისეთი გრანდიოზულად განსხვავებული დაბადების დღე რომელიც გახსოვს დღემდე რამდენი ის ხო 30 და 20 წლის ვიყავი ბანორო დაიბადა 20 წლის 20 წლის შეგეშა 55 წლის ხოლმე აი მე საერთოდ ესეთი ადამიანი ვარ მე მიყვარს სხვებისთვის მილოცვა დაბადების მე ჩემთვის არ ვარ იმიტომ ხშირ შემთხვევაში ჩემ დაბადების დღეზე ვარ სახლში ანუ
მიყვარს მაგალითად ტელეფონის გაქიშვა, ჩვეულებრივ 7 ოქტომბერს. 7 ოქტომბერს ძირფასო ტელემაყურებლებო, მე გეტყვი. აი არ მიყვარს, არ ვიხდი ზოგადად დაბადების დღეს არავის არ ვეუბნები არაფერს სამსახურშიც. ნუ ვიღაცას თუ გაახსენდება და ეს რაღაც ახსოვს. საერთოდ მთელი ჩვენი კოლექტივი ხო ესეთი სიტუაციაზე ხო მხიარული ხალხი ჩანვართ, მაგრამ არც ერთი ადამიანი დაბადების დღეს არ იხდის. ტორტი არც ერთ არ მოაქვს. რაღაცა ხო შეიძლება შამპანიური მოიტანოს, ვიღაცამ დადგას, რაღაცა ხაჭაპურები არავინ. ერთადერთი ახალი თანამშრომელი მივიღეთ, ჭარელაშვილი, თემური და დაბადების დღე ქონდა და მოიტანა ტორტი და დადგა ესე სუფრად და ეს გაკვირებული ხალხი ესე უყურებს რა ტორტი სადაც თემოდან დაცინა ესე იგი და იმის მე აღარც მოაქვს იმიტომ რომ გუშინც იქონდა და საერთოდ ესე ჩაიარა იმ დაბადების დღე რომ არაფერი არ მოუტანია და ცივი ხალხი ყოფილა რა შეგრძნება მე მაინტერესა აი გია აი რა გძნობ ეხა მაინტერესა არ დამაწყებინოთ საშენელება პირველი დაბადების დღეა ანუ ოღონდ მთელი სერიოზულობით გეუბნები. იციან ამათმა. მართლა არასოდეს არ ვიხდი, არასოდეს. და ვაკეთებ ესეთ რაღაცას. მე იმერელი ვარ ცოტა ისეთი 20-დან ტექნიკურად ვიწყებ ხოლმე გაცხადებას 20-დან. და 20-დან ვიწყებ საჩუქრების მიღებას, გრძელდება თვის ბოლომდე. და მე არიხდი, იმიტომ რომ იაფად გამოხვიდე და საჩუქრების მიღება კარგად გიყვარს. არა, მაშინ საჩუქრასაც ნუ. დღეს მაგალითად 4 ადამიანს გადანწილებული მაქვს. დღე მივყავა რესტორანში, დღე ხო 4-ჯერ უნდა ჭამოვიდი. რაღაცა რა ყველაზე კარგი იყო, ოღონდ მართლა გეუბნები ჩარჩარ მარიოჩი ვიდეო და გაგიჟდა ის. მივდადი გაგიშტ მეოთხეთ რომ მივედი ხალები გადაირი თბილისი მერიოჩი მივდი მაყურებელი ყავს მოგესალმებით ეთერში ხარ ისმენ ალო გამარჯობათ მოგესალმებით მოგესალმებით გესტუმარს ანუ გამარჯობათ მოგესალმებით და გიას მეუბნებთ დაბადების დღე გისურვებთ ყოველივე საუკეთესო წარმატებები დიდი მადლობა და პირად ცხოვრებაში რა თქმა უნდა ბედნიერება დიდი მადლობა უღმესი მადლობა ზარისადმი. ესე იგი შენ არ გიყვარს დაბადების დღეს რო იხდი, არც გრანდიოზული საჩუქარი არ გახსოვს. შენ რა გაგიკეთებია ისეთი მაგალითად რომელიც დაამახსოვდებოდა შენ მეგობარს და ნახსოვს დღემდე. ნუ ერთ-ერთი უკვე არის. ნუ ერთი ესეთი. მაგალითად მიშა ანდღულაძეს ჰქონდა 18 მარტს ახლა, რა ვიფიქრი რა რითი უნდა გავაკვირო და ძალიან ესეთი იაფასიანი საჩუქარი უყიდე. ოღონდ ორიგინალური და ეს იყო პომადა. რომელიც არის სანთებელა და თან პომადა ჩამოგდა სანთებელა. ნუ ამაზე მთელი გუნდი იყდებოდა სიცილით, იმიტომ რომ მას ქალის როლები ხშირად აქვს ხოლმე და ამიტომ რაღაცა ისეთი მინდოდა რა, განსხვავება. მე მახსოვს ყველაზე სასაცილო საჩუქარი, როდესაც ჩემ მეგობრებს გავუკეთეთ ძალიან დიდ ყუთში, ჩავდეთ უამრავი ქვა, ნუ ყუთში კიდე ყუთი იყო და ქვები ჩავდეთ და შიგნით ჩავდეთ ჯავე კიტრი. და ამ გოგოს მიუტანდა ეს გოგო ბედნიერი ხსნის, რაც გლეს რო აი უხარია სტუდენტობის პერიოდში. დიდი საჩუქარი, ყუთი და ყუთი მე აგურები აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში გარეთ დავრჩით დაბადების დღეზე. რა მშენებლობა ხორდა ის? არა მე მართლა ძალიან მღელავდი, ანუ აი ხე ისე ვეგეტყვი, იმიტომ რომ აი არის რაღაცა რაც იცი და რაც შენია თქვა და დამერწმუნები რომ უცებ გიტარა რომელიც არც იცი, არც არასოდეს არ მიმღერია და ისე მღელავდი რომ არც ვალიდოლი მე არა, გინდა გითხრა. ესე იგი, ხო მიმღერა და ჩემთვის ისწავლა, მაგრამ აწირას იზავს, უკვე გიტარაზე დაყვრა იცის, გადალახა ეს და დააბრალა. შეიძლება რუბრიკად ჩამოაყალიბოთ ერთ-ერთი ალანტი როგორც იყო მაესტრო. არა, გინდა კარგად დაუკარი, კარგად იმღერა. ხო, ანუ ძალიან მღელავდი, ძალიან რთულია დამერწმუნებული. შენ ოჯახში შევეხოთ, აი შენ ოჯახში როგორია დაბადების დღე უყვართ არ უყვართ? ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს. ჩემშიც უყვარს. პატარა მაგრამ უყვარს. ხდება ეს იგი შვილი დედას დაემსგავს. კი, მე არ მგონან. ანუ ცოტა ხარჯიანია ესე იგი მე არ მგავს. მაგრამ უყვართ, განსაკუთრებული საჩუქრები უყვარს, სხვათა ჩემს მეუღლეს, იმიტომ რომ ახლა მიშასავით პომადას ვერ მიუტა.
ინტერნეტ საიტების გამოწერა ვინც მოიგონა, ხო? იმას დაექცეს ის ოჯახი და ესე იგი რომ დააყვება დილიდან, ესე იგი რომ მივა სახში და დაბადებისღე ახლოვდება და ესე ჩამოწერილი ეს ფანჯრებად გახსნილი. ეს ხომარჯობია, ეს ხომარჯობია, ეს ხომარჯობია, ეს ხომარჯობია და ნუ ესე უყურებ და ნუ რა უნდა ქნა? ვერაფერს ვერ იზავ. მაგრამ ძალიან უხარია და ეს მე არა სიხარული მამშვიდებს ვანო ერთი რამე მინდა რომ გითხრათ სხვადასხვა ტელევიზიები ანუ ვითომ კონკურენტი ხო ჩვენ ანუ ისე ვერა მაგრამ ნუ მაინც მოვბივართ არ ამბობენ ხოლმე ერთმანეთზე რომ აი დაუშვათ ნიჭიერები არიან აი გულწრფელად მინდა გითხრა რომ აი უაღრესად დიდ პატივს გცემთ ყველას იმიტომ რომ ვიცი რომ ხართ მშრომელები ნუსცემთ ეს გარედან ჩანს რომ თქვენ რაღაცას ხალისობთ რაღაც ბედნიერები ხართ და ამაში რამდენი შრომა დევს არავინ არ იცის და აი სურვილი და ესეც აღარ აქვს რომ დაბადების დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი და აი ძალიან მიხარია რომ გიფასდებათ იქიდან გამომდინარე რომ ძალიან უყვარხართ მაყურებელს და მინდა რომ სულ გამართლებული და წარმატებული მე მაინტერესებს თვითონ მოდი დავიწყოთ შენი კარიერა თავიდან როგორ მოხდა საერთოდ რუსთავიაში როგორ მოხდა ამ კომედი შოუში და მე როგორ მოხდა ვანო შოუში როგორ იყო იცით ნუ ჩვენ ვანო შოუში ჩვენი მთელი საერთოდ ვინც ტელევიზიაში ზოგადად რომელიმე არხი ეს არ აქვს მნიშვნელობა იუმორს აკეთებს ეს არის უნივერსიტეტის მასანკანის გუნდები და რამდენიმე გუნდად ვიყავით ესე დანაწევრებულები ხო და მე ისე მოხდა რომ მე და ჩემი მეგობარი ნიკა გრიგოლია მოხვდით რუსთავიაში გია ჭანტორია წაგვიყვა გრიგოლ ნიკოლი ნიკა გრიგოლია ბოდიში ესე ვთქვათ ხო და მოხვდით ესეთი სერიალი იყო მულტსერიალი მის სცენარისტები ვიყავით ჩვენი ეზო ესე ერქვა ედუარდ შევარდნაძე იყო 3D-ში და მახსოვს ხო გახსოვს მაშინ პატარები ვიყავით. მე ისე მოხდა რომ შეიკრიბა გუნდი, პროექტის გაკეთება უნდა და დავიწყეთ რუსთავიაში მუშაობა, კონკრეტულად ჩემი ფორმატი, რაც არის ინფორმაცია. მაშინ ღამე შოუ ერქვა, მის სამყაროც გახსოვთ ალბათ. ნუ მე ისე მოხდა რომ ეს გუნდები ჩვენ გავიყავით, ერთი ნაწილი სხვა არხზე დააწავიდა, ნაწილი ჩვენ დავჭით ამ არხს. და მე გადმოვედი ჩაულებრივად ამის წამთო მანამდე ვიყავით სამყაროდან და მე არა მანამდე მსგავსი შოუ იყო, რომელსაც სხვა წამყვანი ყავდა და მე ვფიქრობ რომ აი არ გეუნები ხა იმიტომ რომ შენ აქ ხარ, ნამდვილად ის ძალიან მაგარი იყო, ძალიან მომწონდა და ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, აი ესე ვთქვათ, ნუ ჭარებში დადექი შენ, ნუ პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო. ის ვთქვათ გაუტოლდე თუ არა გაგესტრო მაინც, ხო? კი, ძნელი იყო, იმიტომ რომ დიდი ხანი ფიქრობდი, ნუ ყოფილიყავი თუ არა ამის სამყარო იმიტომ რომ საშიშროება მართლა დიდი იყო, იმიტომ რომ 90 აქცე იყო, ხდებით, ანუ 90 იყო კრახი რეალურად და ხო და ნუ რაღაცა მე რაღაცნაირად მოვერგე და რაღაცა ფორმულებით, რაღაცეებით, ნუ აი რაღაცა. და დამკვიდრებული მაგალითად რომ გიას ააცვია განსხვავებული ჩაცმულობა. შეძე დამკვიდრებული რომ გაქვს დიდი თავი. აი ეს ფიქრის თუ არა შენ ამაზე რა გულობე არა რატომ უნდა მწყიდეს რატო ეს არის გამოგონილია მაგრამ ხო ორი წელი დიდი თავი ცოტა რთულია არა ნუ ხეთადები ქუჩაში რა რთულია სიარული მაგალითად ბაზარში რო შედიხარ და უი არა ქონია ამას დიდი თავი რაღაც აი თუ ეს მესმის რა გარჩევ მაგრამ ნუ რაღაც მიჩეული ხარ რომ ხანდახან ისე ჩავიდი დღეს ვარ დღე რომ არავინ არ გეტყვის და გიკვირს და მითხრეს ხო ხდები მე ვკითხე იტყოდი ქუჩაში სიარულო ძლივს დავდივარ თავისი არა გიორგი იცი მე რატომ მივიტანე იქ ქუდები ეხლა პირდაპირ აკადრები სანტიმეტრით არა სანტიმეტრით გაგიზომავ მეთქი არა ნაკლები თავი მქონია მეც ან პირიქით ამას აბა ჩემი ქუდი ყველა მოერგოდა აქედან გამომდინარე მაყურებელი მოგესალმებით ეთერში ხარ გისმენთ რატომ ეთერში ხარ მოგესალმებით ალო გისმენთ ეთერში ხარ თქვენ ალო დიახ გისმენთ ხელი დაუდგინეთ გისმენთ დიახ გია გელათვალე აყვარელო უნიჭიერესო დიახ ისეთი მომხარული ვარ ესეთი თავისუფალი ადამიანი მეგობრება საქართველოში
გიას 50. დევაგიური ჩოხები მომდერა. ვაიმე, დიდი მადლობა, გაიხარეთ. ოთნი გეხვევი და ყველაზე საყვარელი ორი ადამიანია. ესე იგი, ვლანოს ვენათვალე, უნიჭიერეს. დიდი მადლობა. და ქალბატონს სახელი არ ვიცი მაკა არაჩვეულებრივი გადაცემა ხო ჩამოვედი მე ამის ქალბატონო მე დაქავა ძალიან მიხელავ გამოიშორე უღრმესი მადლობა დიდხანს იცოცხლეთ გაიხარეთ და ბედნიერი იყავით დიდი მადლობა ბანო მაინც ესე მინდა ერთი რამე შეგეკითხო გია რო იყო ჩემთან სტუმრად შენზე ისტორია მოყვა მაინტერესებდა შენი სახე და რეაქცია ძალიან მირეკავდა სხვადასხვა მე უბნები მართლა ეგრეა არა მართლა ეგრეზე არა გესყინაო და რაღაცა და მე იმდენი ვიცინე აი მართლა გეუბნები ძალიან ვიცინე ძალიან არ მეწყინა იქ იმიტომ რომ იქ ისე იყო ყველაფერი ნაცნობი სხვადასხვა მამა დედა არავის აბსოლუტურად არ შვილიშვილის ისტორია არ მოგიყოლია ვაიმე შვილიშვილის ისტორია აი მაგრამ ამას დაერია ერთი რამე ამან სხვა იყო აზღუდი როგორ თქვა ხო აზღუდი ო ლიქი ჰა ამაში მქონდა ჩატენილი რა მექნა არ ვიცოდი არ გამახსენდა მაგას სიმწრე ისა ავიღეთ ესენი ქაღალდები ჩავკუჭეთ ჩავდეთ ამით ჩავკუჭეთ მიდევს ესენი და დაიწყო გადაღება მე ხო მოძრაობ ეს რაღაცებს და რატო შუმი რაღაცებს ლაპარაკობენ ისინი რაღაცა შუმები შემოდის რა და მე უკვე დამავისო რომ ეს ქაღალდები მისწვია აქ და ნუ ბოლოს ეს მოვიდა და ჩუმად კოკო მოგონი იმ ქაღალდები აკო უბნებია იმაზე და ეს შიშიდან და ძუძუები იყო ერთაბაგი ხო იმის ბაგირა თუ ეთაფთაფა შიში არა სათეშერი ციცი რა არის იუმორი ერთხელ მე ვუთხარი გადმოვიხედე მე კაცს და დავინახე ინდაური და ფიქრო მაკაა შალიკაშვილი ინდაური არა ნუ ჯანსაღად ეს იუმორი ზახშია როდესაც მოყვას იუმორით სავსე გაჟღენთილი ადამიანები რატომაც უცებ ჯდებიან ჩვენ გადაცემაში იუმორი ნული აქვს არის ეგ შეტელევიზორზე უყურებ აქ იუმორი და ისი არა აი თამაშია შენ შემთხვევაში როგორ არის მაგალითად არის ეგ სტუმრების კატეგორია რომლებიც აი მაგალითად რომ ვიცნობ ისე არიან აი ძალიან მაგრები და რაღაცა ისე გაცინებენ რომ აი ცრემლები მოგდის მაგრამ უცებ რო ჯდებიან რაღაცა აი ესე უცბად ისე ლანდი რო გადაგეკრება ხო თავზე და იყინები ერთ ადგილას რა ძაბავს კამერა ხო და ნუ ამ დროს მე მუშაობ იმაზე რომ გახსნა როგორღაც რა რაღაცა და აი მაგალითად ეგეთი იყო აი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ნუ კულისებში ბევრი გვაცინა რაღაცები ჩავინიშნე კარგი იყო და თავიდან ძალიან გამიჭირდა აკრებ და მე როგორც იქნა რომ აი მაყურებელიც გამოყვა და მე თავისუფლად გააძა ბანო იცი რა არის ამ შემთხვევაში შენ უფრო რთულ დღეში ხარ იმიტომ შენ მარტო ხარ აი ჩვენთანაც არის ხომ მსგავსი სიტუაციები როდესაც რესპონდენტი თქვა ვერ მოყვება ვერ გახსნი აქედან მაგრამ ამ დროს სხვათაშორის მე პირადად ძალიან აი მთელი ჩუმდები და გია აი ვიცი რომ გია რაღაცას მოიგონებს რაღაცას ნუ არ ვიცი იტყვის გაიხსენებს თუ არა იმ წუთშივე აი უცებ ისეთ რაღაცებს იგონებს არის ერთხელ გეტყვი მაყურებელი შევიყვანო და მე შემდეგ მოყვე გისმენთ გამარჯობა მოვიდა სალმები ისრაელიდან აი ყველანი ძალიან მიყვარხარ მადლობა გაიხარეს გილოცავ საყვარელო დაბადების დღეს დიდი მადლობა იხარე იმრავლე იბედნიერე შეკარხდა საყვარელ ხალხთან ერთად ძალიან მიყვარხარ უღრმესი მადლობა მოდი ქართულად ხო მოგილოცე დაბადების დღე ივრითულადაც გეტყვი მაზალტობ დიდი მადლობა კიდევ ჩვენთან არის სტუმარი ალო დიახ სახე ჩემი შვილიშვილები ვერ იმახსოვრებენ და რო იწყება პროგრამა ვანოსი დიდი თავი მოდის ბაბო დიდი თავი გაიხარეთ სიყვარხარ გესვევით გესიყვარულებით
ძალიან დიდი ბანო მაინც არ გენატრება ხოლმე აი თქვათ დღეს უკვე შენ აღარ თამაშობ ასე თქვათ სხვადასხვა სკეჩებში და ასე შემდეგ და არა როგორ არ მინატრება რომ უყურებ ხოლმე აი ჩაწერებზე აი ხშირად მიჩნდება სულ ეს მეთქე შებიშო აქ რა რაღაცა ისე აი ხო ხვდებით ახლა სპექტაკლს თამაშობ და გინდა რომ შევარდე რა რაღაცა ისე საქმეებს როგორც აქვს ისე ხო არ გჭირს შენ სწორედ თეატრიდან რომ მიდიოდნენ კოსტიუმს რო იცმევენ ხოლმე და სარგისტინოდ გებენ შენ ხარ იცმენ გრანდიოზის კოსტიუმს რომელიც გქონდა და სარგისტინს გახარ სარგისტთან და რაღაცებს არა იგეარო ისე ყველაზე კარგი რესპონდენტი ვინ ყავს აი ვის თვლი შენ გადაცემაში ვინც ყოფილა სტუმრები ყველაზე კარგი რესპონდენტი და ყველაზე სულ ჯაჯანიძეზე გიშდება გია ჯაჯანიძე ანუ მე არ მიყვარს როდესაც სტუმარი ანუ სტუმარსაც გააჩნია აი როდესაც სტუმარი იწყებს ნელა ლაპარაკს ხვდებით ანუ ნელა ანუ ის რომ ერთი სიტყვიდან მეორე სიტყვამდე როცა არის პაუზას 4-5 წამი უკვე ხო ხვდებით ჩემი თავარია ის არის რომ ტემპი იყოს გადაცემაში ისე ბევრი ცუდი სტუმარი ხო არა ცუდია ვესტურებს ესე იმიტომ რომ ყველა თავისებური შეფასება აქვს და ნუ ავიცი ძალიან ბევრი კარგი სტუმარი მყოლია გადაცემაში გიას ჩათვლით მაგრამ ნუ გზარ ერგემლიძე იყო კიდე ესეთი რომ არ ვიცოდი კულისებში სხვანაირად მელავ შემოვიდა და კაცი აფეთქდა ისე იმდენი რაღაც ლაპარაკა ანუ ბევრი რა აი გივის სიხარულეც გია სურამელაშვილი ცოტა ისეთი მძიმე თემა არის მე იმიტომ რომ თვითონ იყო ცოტა ისე განწყობილი ხვდებით ეგონა რომ ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა უნდა გაგუკეთებინე იმიტომ ბევრს ხუმრობდით მასე მანამდე მაგრამ არ ვიყავით ესე განწყობილები ჩვენ იმიტომ რომ მქონდა ყველაფერი ბოლოს მანქანაში მის სიმღერებს უსმენ ახლა იცი რამიდა კითხვა ძალიან ხშირად თქვენთან მოდიან სტუმრები თქვენ ძალიან აი ზღვარი მინდა რომელიც ყოველთვის სწორად უნდა დავიცვათ საერთოდ როდესაც ადამიანი მოდის და ანუ ისე თქვათ შეიძლება რაღაცა უთხრა რაღაცა თქვათ იუმორში უთხრა მაგრამ არ აწყენინო ანუ აი ზომიერება რომელიც უნდა ყოველთვის არც ერთ სტუმართან არ ქონია ესეთი ის რომ აი მოვიყვანოთ ახლა და მაგრა რაღაცა შეურად არა ეს არა იმიტომ რომ ეს არის დიდი შეცდომა იმიტომ რომ რეალურად ამასთან კი შეიძლება რაღაცა გადაცემა შედგეს მაგრამ ამასობაში სხვა სტუმარს კარგა ხვდები რა თქმა უნდა ანუ ის უკვე შემდეგ რომ უყურებს ამას უარს ამბობს ბანო თუ მოგიგონებია რა მე ხრიკა მაგალითად მე მოგიყვები ერთ-ერთ ეს უბრალოდ იმიტომ ყვები რომ თავიდან ზესუნძირ არის სულ ახალი დაწყებული რამოდენიმე დღის ანუ შესაბამისად მაყურებელმა არ იცის ნუ საერთოდ არც მზის შესახებ რომ საერთოდ ზე არსებობდა მე ძალიან მოგვიანებით გაიგო მაყურებელმა და ჩვენ ვართ ეთერში ზივართ იწყება გადაცემა მე ბექა ებაქიძე და გია ჯაჯანიძე ну იგი მოგესალმებთ რაღაცა თქვი და მე ხა ნუ წარმოედგინე არანაირი გამოცდილება არ მაქვს ეთერის ზივა პირველად ჩემი გაჭირვება მაქვს და არანაირი იუმორი მოკლედ და ეს ხრიკებს ნუ მე ხო არ ვიცი ხა ჯაჯანიძე ეხლა ჩვენ დირექტორ ძალიან ბევრი მაყურებელი მათყობინებს პროდიუსერი იძახის ძალიან ბევრი მაყურებელი რეკავს მაგრამ იმდენი რეკავს რა ვერ გამოდის და დიდი მისეზი გია რა მაყურებელი რეკავს ეუბნები და რეკავს მაყურებელი უამრავი და მე ვთქვი ჩვენ კაცო შენ რა სხვა პროდიუსერი ყავს და მე სხვა პროდიუსერი ჩვენ კაცო ერთი პროდიუსერი და ვეკამათები ისე ბეცი იყო ისე მეშინოდა ხუილების თქმი რომ მე მინდა რომ რაღაცა თქვა ეს მადგება პირზე და ბოლოს უკვე უწევდი ვემუქრებოდი და ისე ვაჩერებდი მაყურებელი ხოს მოგესალმებით ეთერში ხართ გამარჯობა გია ჩემო კარგო გილოთ დიდი მადლობა მედიერი ჯამთელი გახარებული რა ვიცი 155 წელი მომენტი გაიხარეთ ესე იგი რა მინდოდა მე თქვა იმდენად დადებითი მუხტი გაქვს როცა იკიკურებ და გისმენ ჩემზეც გადმოდის და მე მთელი დღე მომყვება გაიხარეთ უღმეს ესე გოგია ჯაჯა ძალიან დიდი მადლობა ეს მუხტი ამათ გავა ვერ გადავდე შეინჭირებით და გახელებული გავეშებულები არც მეცებია ხოლმე გადაცემა მე მოვედი კაცურად დაიწყე ჩაცმა გაჩერდა სასწაული ვინ შემოგოდი ვინ მე გადაგიგეთ სუსტე კლოუნივით აღარ იცო იცი რა მაინტერესებს ანუ შენ უყურებ სხვადასხვა გადაცემებს სხვადასხვა არხზე ძალიან ბევრი ესეთი იუმორისტული გადაცემები
გვაქვს ქართულებს იუმორი? გაკეთებ ქართულებს ძალიან დიდი იუმორი გვაქვს. არა, ზოგადად გვაქვს, მაგრამ ზოგადად გვაქვს. სატელევიზიო თვალთახედვით. სატელევიზიო იუმორი. როდესაც უყურებ. არა, მე საერთოდ ნებისმიერ იუმორისტულ გადაცემას არა ჩვენს და სხვას დადებითად ვაფასებ, იმიტომ რომ საერთოდ კარგია, როცა არსებობს ხდებით ალტერნატიული რაღაცა გადაცემები, რომლებიც რეალურად კონკურენტს ხდის შენ. ნუ კავკასია ისეთი მხიარული არქია, ხო, კონკურენტია. კავკასია ისეთი მაგას ჩვენ ახლოს ვერ მივახთ მაგას. ნუ ყველა ახსოვდა. კონკურენცია კარგია ჩვენთვის და კარგია როცა ახალი თაობაც მოდის. ამას ძალიან მივესალმები, რომ ჩვენ მუდმივად ვართ ძიებაში, რომ ვინმე ახალი რაღაცა ისეთი ნათელი წერტილი დავინახოთ, მოვიყვანოთ, მონტაჟი იმუშავე. კასტინგებს ატარებ? კასტინგებს არა, ჩვენ ჩემპიონატებს ვესწრებით და უყურებთ რა, როგორ მიმდინარეობს. როგორ უნდა გავიარე? ხელა კასტინგი შეგიდახოთ ერთი თვე და მეზობლები. შენ კასტინგებს არც კონკურს გარშე ინდივიდუალი ხო? და რა ის სიახლეები თუ არის? სიახლეები არის, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში ვიწყებთ სერიალს, ეს არის იმედის გახსოვთ ალბათ სერიალი შუა ქალაქი, იმ მსახიობები არიან ჩვენთან ერთად და ვიწყებთ ძალიან ისეთი იუმორისტულ სერიალს, რომელიც მე მგონია რომ ერთ-ერთი ისეთი ყველაზე წარმატებული უნდა იყოს, იმიტომ რომ სცენარით მიხედვით და რეპეტიციებით ხვდებით რომ იქნება ძირითადი ჯგუფი იქნება თუ შემდგომში კასტინგი იქნება და ითე კასტინგი გვაქვს ყოველ ესეთი სისტემატიური ხვდებით, ანუ ძირითადი მსახიობები არის ბირთვი, დიახ. ხო და მე უკვე კასტინგის მიხედვით გვჭირდება ადამიანი, ანუ ადამიანი შემოვიდა თუ იმან კარგად აამუშავა თავისი რაღაც, შეიძლება ჩაურევა. მაგრამ შანსი გაქვს შეხვიდე და დაფში დამკვიდრდე სერიალში. ნახოთ, მაგრამ ძალიან აუცილებლად უნდა კითხო ერთი რამე, აი ეს ქუჩაში, ახლობლებში მაცინე აი ეს თემა ეს არა ეგ არის მაგდოს ამბრაზდები ანუ ერთადერთი რაც მაბრაზებს ეს არის აი მაგალითად სუფრაზებს ვარ და მიდი გაგვაცინე ანუ ეს შეურაცხყოფის ტოლფასია რა ჩაულებდიოთ იმიტომ გაგვაცინე სიგეთია რა ეხლა ის ითამაშე და რაღაცა რეაქცია როგორი და არაფერი ალე წავდა ჩუნდები და ხმას არ ვიღებ საერთოდ დუმილი ნიშნა ანუ დღეს მე ორიგინალური საღამო მინდა მოვიწყო და აქედან გამომდინარე ჟურნალი ბომონდი თბილისის მარიოტში აწყობს ძალიან კარგ საღამოს აუქციონს გაიყიდება ჩვენი კორიფეების ნივთები, რაღაცები, საინტერესო აქცია იქნება და თქვენ სხვა შორის რუსთავიორის წამყვანები წაიყვანენ და იქნება დაჯილდოებას და მე მინდა რომ 7-ის ნახევარზე თბილისი მარიოტში მოხვიდე და დაეწყო ძირფასი ნიჭი რომ ამას ხوار გაყიდი ჯერ არა და სხვა შორის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თეა აგლაძეს ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც საინტერესო საკეთებს ხოლმე და მე ამ საქველმოქმედო საღამოთი მე უკვე ეხმარება ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის და რომ დააფასე არა მარტო ჩვენი გია, არამედ ჩვენს დაგვაფასე და რომ დაგირეკეთ ესე იგი ძალიან დიდი მადლობა. აი უღრმესი მადლობა და ეხლა რატო ვარ გახარებული ვარ ცოტა გაბრაზებული. აი ცოტა რომ ცოდნო და რაღაცას რაღაცას მოვიფიქრე. მე ოქტომბერი მიტინგი უნდა მოგიწყო. აი ჯერჯერ გადამთავრებულა შენი დაბადების დღეს სიურპრიზები გრძელდება რა თქმა უნდა და მორიგი სიურპრიზი ცნობილი ტელეწამყვანი მე რატომღაც ვერ ვიძახი ყოფილი ტელეწამყვანი მაინც ჩემთვის ინგა გრიგოლია. დაბადობები დაგდა. ჯაჯანიძის მეგობარ. რა
იცით რომ რეკლამა დაგღალათ ჩვენს ყოველთვის გulis ეს რეკლამა, მაგრამ რეკლამის გარშე არ იარსებებს ტელევიზია და გეტყვით რომ ზესუმზირა დაბრუნდა და ჩვენი მორიგი სტუმარი არის უსაყვარლესი და ყველასთვის ცნობილი ადამიანი ინგა გრიგოლია. გამარჯობა რომ დღეს გია ჯაჯანიძის დაბადების დღეა და გია ჯაჯანიძის მეგობარი ინგა გრიგოლია. მე და მაკამ დავგეგმეთ ერთი კვირის წინ დღევანდელი ჩემი აქ მოსვლა წინასწარ რო იცოდე დაბადების დღეს გილოცავ ესე იგი რატომ მოვიყვანე ეს ძაღლი საჭიროა გამომდინარე იქიდან რომ გი არის მარტოხელა მამაკაცი მართალია სამი ცოლი ყავდა მაგრამ კვლავ მარტოა და გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან ცხოვრებისეული ყველაზე ერთგული არსებები არიან ძაღლები გოგო ძაღლი მოვიყვანე ეს ესე იგი გი არა ცოცხალი რომ მომეყვანა ეს სახში არ არის ცოცხალი გოგო მოხდებოდა ის ძაღლი და ამიტომ ვარჩიე რომ ეს ძაღლი მომეყვანა სათამაშო და აი ყველაზე ერთგული და ერთგულების სიმბოლოც რომ სულ შენი ერთგულები ყოფილიყო შენი მე მომენტ ჩემ დამდა და გაზაფარელია ბატგუდერია რომ დაელაპარაკები არ შეგიძლია მოდი დავიწყოთ ესე თქვა თავიდან გილოცავ რავაზდა ეს წარი ბექიერი გახარებული და სულ წარმატებული გაიხარე როდის გადაიკვეთა თქვენი გზები ჩემო კარგო და აი მაინტერესებს როდის მოხდა ეს დამეგობრება და ასე შემდეგ რომ მოგვიყვე რაღაც თავიდან ეხა დეტალურად რო გითხრა პირველად როდის გადაიკვეთა არ მახსოვს იმიტომ რომ სულ ესე მგონია რომ ჯაჯაიძის მთელი ცხოვრება ვიცნობ და ალბათ ტელევიზიიდან იმიტომ რომ ტელევიზიაში როდესაც გადავედი პირველ არხზე აი რაღაცა საშინელი ისეთი სიტუაცია იყო ჩაბნელებული ტელევიზია ეხაც არაფერი იქ შეცვლილი ისევ ისეა გაურემონტებელი და ჩამონგრეული მაგრამ ნუ აი რაღაცნაირი და ზანზა იყო შენგელი ახალი გადასული და ის იყო რომ რეფორმების გატარება იწყებოდა მოკლედ ცოცხლდებოდა და იმ პერიოდში გავიცანი მე მქონდა ძალიან რთული პერიოდი იმიტომ რომ პირველი გადაცემები დავიწყე ჩემი და არ ვიცი ხა თქვენ გახსოვთ თუ არა ნუ ეს იყო ჩემი ნერვიულობის პიკი და ნუ არ ვიცი საოცრებები მჭირდა როცა პირველ საავტორო გადაცემას ვიწყებდი და გია ამ დროს მახშიდევდა ხოლმე შემოდიოდა ესეთი ოთახში და რაღაცა ესეთი საუბრები ქონდა რა ფსიქოლოგიური მაგრამ კურიოზი ტრაშია როდესაც მე ვიწყებდი გადაცემს გია სულ იქ მეჯდა და მაწყებდა და მეუბნებოდა რომ არ რამე რო არ გამომდიოდა ან არ მომწონა ნუ ეხლა თავიდან და არა გამომთავრებინა და მაწყებდა მეუბნებდა არ გწხვენიაო წარმატებისკენ გზა ესეთი ადვილი კი არ არის დღეს თვითონ ვიღაც რაღაცას რო იტყვის არ რო გააკრიტიკებენ ამ გადაცემის გამო არამეს რომ დაუწერე რომ ნერვიულობ შეხა მეორე კახო არ გწხვედია წარმატება ესე კი არ მოდის ანუ უჩიწილი ახაროში ხო იცი ხო და ისა ამჯერად შეიცვალა ჩვენი როლი პირველი რეაქცია როცა გია დაინახე და პირველი აზრი რა ჩამოგეყალიბდა არა იგივე აზრი ხარ თუ არა მე უნდა თქვა რა არ მახსოვს ისეთი მქონდა გაშეშებული აი ეს მახსოვს ჯაჯაიძესთან პირველი ჩემი ერთ-ერთი ფიზიკური შეხება და მითხრა რომ ის შენ არ გახსოვს დაიგუდა მოუყვე რა რაცადა ერთი წუთი მაგარი ისტორია ფიზიკური შექსი არ მქონდა მაგათ არ გულის ხო ფიზიკური შეხება ანუ კისერი მქონდა გაშეშებული და მითხრა რომ გაგიკეთებო მასაჟსო რომ ეთერში უნდა გავიდე და ვერ ვატრიალებთ ას კონდიციონერმა გამიშეშა და უცბად მოვიდა და ეს კისრის გადაწევა რო ხო იცი რაღაც კაცული და კაც რაღაცა და ისეთი შოკი მივიღე ესე იგი უცბად მომვარდა ეს ადამიანი და ესე მომიტრიალა თავი და მე დავრჩე ესე რომ რაღაც ოღონდ მართლა მეგონა რომ კისერი მომწყდა და ნუ გეშინია ეს მაწყნარებს და ეს ნელ-ნელა მომიბრუნა და უცბად განკურნა ანუ ერთ წამში და მაშინ მივყავდა ეს კაცი იყო აღმოჩენა და მე ხშირად მიბრუნებდა ხოლმე თავს და თუ რამე არასწორი მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული ხშირად შემოbrunებული თავს მაყურებელი მოგესალმებით გისმენ ეთერში დია ხეთილა დოლით გამარჯობა ყველა ხარ ძალიან საფარლები და მოგესალმებით ჩემო მამაძეო გია მოკლედ შეთან პროგრამია და არა ვიდრე ობამასთან მართლაგეუბნები თეთრში რომ დაარეკო ინსტიტუტში გიმოცა ჩემო საფარლები და მახსენდება აი პირველი არხი მიუხედავად იმისა გასმინდა უთხრა მაშინინგა აკვაში იწყა როცა ჩვენ გქონდა არაჩვეულებრივი სატელევიზიო თეატრი აი არაჩვეულებრივი და უნდა გითხრა რომ მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი სახელის ხსენება ხალხს ეშინია უზარ ფოფხაძის დროს შენ გახსოვს რა კარგი იყო ტელევიზია მაშინ დაიწყო
პოეზიის 5 წუთი, მაშინ დაიწყო პალიტრა, მაშინ დაიწყო ძალიან ბევრი კარგი გადაცემა. და ინგა რა მახსენდება ის ხოსაც მინდა მაგას და უთხრა რომ აი არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო მაშინ ტელევიზიაში. აი მაშინ იწყებოდა რაღაცა რაც არ შეიძლებოდა სხვა ტელევიზიებში. გასაგებია უმეტესი მადლობა თქვენი ზარისათვის. წარმოუდგენელი იყო რომ გასულიყო. მადლობა ზარისათვის. უკაცრავად ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ქეთი ეხა და ისე დაემთხვა ცოტა ხნის წინ გადიოდა კუკარაჩა. მოკლედ ეს იგი მინდა რომ დავეთანხმო რომ ის პერიოდი იყო მართლა ძალიან ნაყოფიერი და ძალიან შემოქმედებითად ძალიან მაგარი პერიოდი ალბათ ჩვენი ქვეყნისთვის და ხელოვნებისთვის სატელევიზიო სივრცის მოკლედ გადიოდა კუკარაჩა უყურე და გადავარდი უცბად რა ამ ჩემი ბავშვობის ემოციებში და მაშინ მახსოვს რომ მივწერე რომ საცოდაობაა თქო რომ დღეს დაუშვათ იგივე ქეთი დოლიძეს არ აქვს საშუალება რომ გადაიღოს ფილმი არ შეიქმნას ვიღაცის მიერ ისეთივე მაგარი რაც აქამდე მათ შეუქმნიათ და ეხა ერთხელ კიდე მინდა გავუმეორო გეთანხმებით ქალბატონ ქეთი იმიტომ რომ ამ ყველაფერზე ჩვენ ერთად ვიზდებოდით ადამიანები ჩემი თაობის ადამიანები და მაშინდელი ტელევიზიისგან რაც მივიღეთ ალბათ შემდეგ ამან გამოიწვია ტელევიზიის ძალიან დიდი სიყვარული შენი დანახული გია ჯაჯანიძე როგორი არის შენთვის გია ჯაჯანიძე იცი რა არის ძალიან საინტერესო ადამიანი ეხა სრულიად სერიოზულად რო ვისაუბროთ ძლივს ვნახე ჩემზე დიდი რაც ამ ბოლო პერიოდში ვისთანაც კი შეხება მქონდა ყველა პატარაა ჩემზე და ძლივს ვნახე კაცი ამბობს 45 წლის ვარ ამბობს მაგრამ ანუ არის ძალიან საინტერესო ადამიანი უაღრესად საინტერესო არის ყოველთვის მზად რაღაც სიახლეებისთვისაც მე ძალიან ხიბლავს არის ავანტურისტი ერთგვარად იმედი არ ეწყინება იმიტომ რომ ამ ავანტურას ძალიან კარგად იყენებს იგივე აი ამ სატელევიზიო პროექტისთვის რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვა რეიტინგის თვალსაზრისით მთელი რიგი ხრიკები რა შოუ როგორ უნდა გააკეთო და როგორ ჩანს არის ძალიან საინტერესო მამაკაცი იმიტომ რომ სამი წელი ხო არ ეყოლებოდა მე როარ მოგადა კიდე ვიცი რაღაცები მისი რომანების შესახებ ანუ როგორც მამაკაცი გადმოცემით ვიცი რომ რაღაცა ისეთია იქაც ცოტა ავანტურისტია ამიტომ ყავს შვილები ამენ ცოლები შვილები და შენ ამიტომ არ ყავს ცოლი და სიხარესე მე მყავდა ცოლი მართლა და ამიტომ რომ ამის გამო მე არა საოცრება ჩავიდი მეგობრები ძალიან მომწონდი იცი როგორ არ გინდა ეხა აი ეხა არ გინდა გაგზელე სერიოზულ თემებზე პირველად როგორ დასამაგებელი პიარის გამო რას არ შვება რომ კიდე დაიბეჭდო პირველად როგორ რაღა დრო ჩემი პიარია დამბერდი ვაი თქვი იგა რომ პირველი არხის კაფე გქონდა და რაღაცას დებ და უცბად მოდის ვიღაც გოგო და არ ვიცი სკამს წამოვკარით ორივე ფეხი თუ რა მოხდა უცბად ერთ არ გახსოვს კიდენჯერ მაქვს წამოკრული სკამის ფეხი და დავცე აი ესე მე ოღონდ რო და არ მითხარ რომ აეში აგიყვანე არა ახლოს იყო არა ეხლა გაახსენდება ახლოს ვიყავი თუ არა ეხლა როგორ ავიყვანდი ხო და წამოკრა ინგა ფეხი და შევაჩერეთ ერთმანეთი შევარდი იქ მებში და მაგა და უიმედკი უკაცრავად მაგრამ ნუ რაღაც დავიხე და აუ რა ლამაზი მკერდი გაქმედი არ გახსოვს და რა ესეთი რაღაც არ დამავიწყდებოდა ესე იგი ძალიან დიდი დრო გავი არა არ მახსოვს დედა როგორ იმედი მქონდა რომ სულ გემახსოვრებოდა მე მგონი გიას პირიქით მოკეთებს ტყუილი უფრო მოკეთებს არა მე მგონი ამ შემთხვევაში არ იხოება არა გულწრფელი იქნება იმედი მაქვს სხვა შორის წერა მკითხე შენ რომ როგორი ადამიანიაო და არის ძალიან გულწრფელი მასთან საუბარს არაფერი ჯობს ეხლა ტელევიზიებს და პროექტებს თავი რო დავანებო და ავანჯორებს აი ძალიან ბევრჯერ როცა ყოფილვარ და უშუალოდ სულ ხასიათზე ან კარგ ხასიათზე არ აქვს მნიშვნელობა მასთან ავსულ ვარ სახლში ესეთი პირადი საუბრები მასთან ძალიან ბევრჯერ მქონია ძალიან ბევრი ჭკვიანური საინტერესო ჩემთვის რჩევა მიმიღია მისგან და დამშვიდებული წამოწვარ უბრალოდ ერთი რაღაც ჭირს ყოველთვის როცა სახლში მიდიხარ მასთან გასმევს ხოლმე რაღაც სასმევს ანუ საოცრებებს რაღაცა ბოჯოჯგო რაღაცა გეუბნება რომ ჩაი ან ყავა ოღონდ არაფერი საერთო არ არის ჩაისთან და თან აი ამ ყველაფრით ისეთ აურას გიქმნის რომ მოკლედ კარგი ფსიქოლოგია
მაყურებელი ყავს ეთერში მოგესალმებით გამარჯობა ალო გისმენ მისვეს გია ჩემოგია გილოცავ დაბადების დღეს დიდი ყველაფერ კარგს გულება არ მომიწვინა რომ არ დამერეკა ისედაც სიმპათიურად ვარ თქვენს მიმართ განწყობილი დიდი მადლობა შემოიგა ყველაფერ კარგს გისურვებ ძალიან დიდი მადლობა. იცი რა მაინტერესებს? აი შენ ძალიან დიდი ხნის მეგობარი ხარ. მე თამამად შემიძლია ვუწოდო ჩემი თავი გიას მეგობრად, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა დრო უფრო მნიშვნელოვანია, რაც უფრო დიდი ხანი იცნობ. აი მაინტერესებს თუ გინახავს იგი, აი სულ ყველა მივდივართ გვაწყნარებს რაღაცა სიამოვნებს მასთან ურთიერთობა. თვითონ შენ ვინ გაწყნარებს მაშინ? მანამ ნახა ერთხელ კაცოთაშორის უცნაური რაღაც. აი თუ გინახავს გია ცოტა ესეთი. კი, ერთხელ სიცოცხლეში პირველად ოღონდ ვინმე რო რაღაცას მეუბნება მატირა, მინგა მატირა. და რატო? აი ძალიან რაღაცა მოხდა, გაცეცხლებული ვარ ვიღაც ადამიანზე რაღაცა და არ იცის რომ მე დაუშვათ მეწყინა რაღაცა და დამირეკა და მითხრა არ აქცხვენია როგორ შეიძლება აქეთ მომიტრიალა კარგად დამამშვიდა მაგრამ ყველაზე მეტად იცი რაზე ამიჩურდა გული რომ ადამიანმა დაინახა იგრძნო არ შემიმჩნევია და ისე გემრიელად მატირა და ვიტირე ყურადღებისგან რა არა ის საოცარი იცი რა იყო რომ მოკლედ ერთ-ერთი კონკრეტული რაც მოცემულობა იყო სადღაც რაღაც სიტუაციაში და შევათხე რომ ჯაჯაინძე არ არის ჯაჯაინძე ანუ ამომხტარია კანიდან არის ცოტა გაბრაზებული ცოტა ნაწყენი აგრესიული და რომ წამოვედი გამომყვა მე როცა ჩემს მეგობრებს რაღაცა ვერ აქვთ ხოლმე ნუ იმას თავიდან ვერ ვიგდებ და აი ესე გულში მაგ რაღაც ხინჯად და ვერ დავიძინე და რამე დაურეკე და მე ვხაი რომ რა დაგემართა გია და მე რო დავკიდე ტელეფონი მივხვდი რომ ერთადერთხელ ნახე ის ცხოვრებაში გაბრაზებული თუ ნაწყენი თორე სხვა შემთხვევაში ყოველთვის აქეთ გაწყნარებს ყოველთვის აქეთ გეუბნება რომ კარგი რა მოგწია ეს ძალიან მაგარი კურიოზი ყო მან თითქმის ყველაფერი იცის ყოველთვის ჩემი ცხოვრების შესახებ იმიტომ რომ მართლა მეგობრობ და ერთ დღეს მივედი ვიღაც ბიჭი მომეწონა ძალიან მაგრად მახსოვს მე რიოჩი შევყავდა და ალეოდა უყვები რომ აი გავგიჟდი ისეთია და აქტოვანებული ვარ მაგრამ ეს მისმეს ეს მორჩა იმდენი წელიან უკვე ერთმანეთს კარგიო რა ნუ არ გწყვენიო რა იყო ყველაზე ერთი და იგივე ეს თქვა შეიძლებაო ანუ იმდენად ყველა ისტორია იცის და მე და ის იმდენად მეგობრები ვარ და იმდენად ჩემთვის მართლა ერთგვარი რაღაც სიმშვიდის მომდანია ეს ადამიანი რომ ყველაფერი იცოდა და ეს მოთმინებით იტანდა ყოველთვის ამის და არ გწყვენიო ყველა ადამიანზე ყოველ ისტორიაზე ერთი და იგივე ემოცია გაქვს და დაწყნარდიო და მე მგონი იმის მაყურებელი ყავს ეთერში ხო? არა მე მაინტერესებს ინ გია არ მზესუნძის წამყვანი ძალიან მიყვარს გია საინტერესო რაღაცა ნეკროლოგი მგონია ვიცი როგორ სიამოვნებს არა შეამპარტავანო რა გადაცემას მისცემდი გიას რო წაიყვანოს აი რა გადაცემაში ხედავ გიას იცი რა მე ძალიან მომწონს მისი როლი ამ გადაცემაში და წავაყვაინებდი ახლა მე რო ვიყო ტელევიზიის მენეჯერი წავაყვაინებდი ძალიან დიდ ток-შოუს რაღაც ისეთ ყოფი ცხოვრებისეულ საკითხებზე რაზეც მასთან როგორც წესი ქალები ან კაცები ჭორაობენ ხოლმე ესეთი ტაბუ ახსნილ თემებზე იმიტომ რომ იქნებოდა ჩემი აზრით საუკეთესო წამყვანი ასე რომ თუ როდეს მე გავხდი ტელევიზიის მენეჯერი გარანტირებული რადიო გადაცემებში იქნება ძალიან საინტერესო ასევე არა მარტო რადიო გადაცემებში საერთოდ ანუ ამ ადამიანს აქვს იმისი უნარი რომ გახსნას რესპონდენტი ეს ძალიან ბევრ ჟურნალისტს ძალიან ბევრ წამყვანს არ შეუძლია შენი წარმატება გადაცემაში ხშირ შემთხვევაში თორე იცი როგორ აი მე ეს შენ თავზე შეგიძლია ისაუბრე ჩვენზე ნუ ისაუბრე გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც მიდის დაუშვათ პირდაპირ საუბარი ან ინტერვიუს ჩაწერა რამდენად ახერხებს წამყვანი რომ გახსნას რესპონდენტი ანუ არის შემთხვევა როცა შენ შეიძლება დადგე გულწრფელობის ხასიათზე არის შემთხვევა როცა საერთოდ არ მოგინდება რომ იყო გახსნილი და გულწრფელი და გიას აქვს იმის უნარი რომ გაგხსნას
ეხა აქ რო არიჯდეს გაცლებით ბევრ და კარგ რაღაცას ვიტყოდი. ჩვენ ზის უხერხულად ჩვენ ამიტომაც მოგიწვიეთ ჩვენ ახალ მეგობარი რომ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ არ იქნებოდა ეს უხერხულობა და ინგა იცი რა მინდა გითხრა აი როდესაც მე მაგალითად ჩემი ხასიათის გამო ალბათ და მე რაღაცნაირად ვფიქრობ რომ მე და შენ ამ შემთხვევაში რაღაცა ცოტა გავართ ერთმანეთს ანუ აი ხშირად მე მიჩნდება ხოლმე ხანდახან არის ესეთი მომენტი რომ აი თქვა გიას რომ ვინმე მაწყენინოს მე მაგალითად გიას დავიცავ. ანუ შემიძლია თქვა რაღაცა ქნა ანუ აი რომ დავინახო რომ თქვა გიას ვიღაც აწყენინოს ან რაღაცა ცუდად ელაპარაკება გავსი რამ თუ გქონია შენ რა იცი რა იმდენად რამდენადაც ის ნაკლებად გამოხატავს ხოლმე თავის ემოციებს ხო ამისი სურვილი იშვიათად დამბადებია მაგრამ რა საკვირველია კი აი თუნდაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში როდესაც შევატყე რომ რაღაც ვერ იყო კარგად ხო ჩვენს არ იყო ეს დიდი ხნის წინ სულ ცოტა ხნის წინ იყო რა საკვირველია ეს ბუნებრივად მე საერთოდ მაქვს ეს თვისება რომ ადამიანს როცა ჩაგრავენ მომწონს თუ არ მომწონს არ აქვს მნიშვნელობა ეს ბუნებრივად მე უცბად ფეთქდები და მზად ვარ რომ ბოლომდე დავიცვა მე ბერჯერ ისერით შეიძლება წაიტეხო ამ შენი ზედმეტი აქტიურობის გამო და არავის დასჭირდეს შენი დაცვა და არ დაგიფასონ მაგრამ ნუ მე მაქვს ეს თვისება ეს ძლიერია მას დაცვა არ ჭირდება მაყურებელი პამს მოგესალმებით ეთერში ხართ გამარჯობა ალო ეთერში ხართ გისმენთ სამწუხაროდ გაიწიშა ინგა მე მაინტერესებს უკვე სამღერო იყო ზესუმად და დაწყებული მაშინ მართლაც ჭირდებოდა აი გიაზე ლაპარაკო და მე მინდა ხა შენზე დავსვო შეკითხვა ინგა გრიგოლია რომელიც ძალიან უნდათ რომ დაბრუნდეს ტელევიზიაში დაბრუნდება თუ არა რაღაცა ჭორი დონეზე გავწევდა რომ აქ რაღაცნაირად ისე გავწევდა რა მაიკო ასათიანთან ვიყავი გადაცემაში და ნოსტალგია არ გაქვს რომ მკითხა და კი თქო და აუცილებლად მეთქი დაუბრუნდები მაგრამ ამ ეტაპზე რომ გითხარ რომ რაღაცას გეგმავ არაფერს არ გეგმავ იმიტომ რომ წინ არის არჩევნები და საარჩევნო პერიოდია და სრულიად პოლიტიკური გეგმები მაქვს არ მინდა ხა პოლიტიკით რომ დაგტვირთოთ მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ერთი წლის შემდეგ კი არა და შემოდგომაზე ამ ქვეყანაში უკვე გადაწყვეტილებებს ერთი კაცი აღარ მიიღებს ან ვეღარ მიიღებს მის პატარა გუნდთან ერთად ვინ უნდა წაიყვანოს გადაცემა და ვინ არა მეც აღარ შევეხები პოლიტიკას და ამიტომ მაქვს იმედი რომ დავუბრუნდებ როგორი გადაცემი დაბრუნდება ეს იქნება ისევ საინფორმაციო თუ იქნება რაღაც თოქ-შოუ რომელიც იქნება შემეცნებით გასართობი მოდი ექსკლუზიურად ამას როცა დავუბრუნდები იმის ნუ მაინც სურვილი როგორი გაქვს სურვილი მაქვს ისეთი რომ თუ მე დავუბრუნდები ეთერში და თუ რაიმე ტიპის გადაცემას გავაკეთებ მე არ მგონია რომ გავაკეთო გადაცემა კვლავ იმაზე რა განაცხადა დაუშვათ რომელიღაც პარტიის ლიდერმა არა შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური მაგრამ ის ფორმატი რაც აქამდე წამიყვანია მას შემდეგ რაც მე შიგნიდან შევიდი იმ სამყაროში რასაც ქართული პოლიტიკა ქვია სრულიად თავდაყირა დამიდგას ხო ჩვენ ძალიან საინტერესო ამას გეტყვი მთელი რიგი რესპონდენტები იყვნენ ჩემი რომელსაც ეთერიდან როგორც ჟურნალისტი დაუშვათ უფრო მეტად პატივს ვცემდი ან ნაკლებად ვცემდი პატივს და სრულიად თავდაყირა დამიდგა შემდეგ ჩემი შეხედულებები როცა რეალურად შევეჭერე ანუ კულუარებში იმდენი რამე აღმოვაჩინე და ეს არის ისეთი სასაცილო თემები დღეს უკვე ჩემთვის რა განაცხადა X-მა და რა უპასუხა Y-მა რომ აღარ მგონია პატარა ექსკლუზივი იყო. არის მაინც არ დაგვავიწყდეს და რა თქმა უნდა ეს გვახსოვდა დამატების დღეა დღეს და ჩვენი ბლოკი ანუ შენთან უნდა დაგემშვიდობოთ და რა ვიცი სიურპრიზები არ თავდება. არ თავდება რა თქმა უნდა და აი რას ეთყოდი მე მესმის რომ რთულია შენთვის ახლა ეს პირობები. სადღეგრძელოს ვერ ვეთყვი ახლა. ანუ მაგრამ მინდა რომ კიდე ერთხელ მიულოცო ძალიან მიყვარხარ გია ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ ძალიან ბევრი წელი მინდა რომ იყო წარმატებული და ერთ ექსკლუზივს ახლა კიდე გავამხებ მგონი იტყვება 55 წლის არა ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ინგა და ჩვენი მომდევნო სტუმარი იქნება არაჩვეულებრივი ადამიანი რა თქმა უნდა დღეს ყველა არაჩვეულებრივი ადამიანი ყავს ჩვენ სტუმრად ლაშა გონტი მომღერალი რომელიც გიასთან მოვიდა სტუმრად პირადად რომ მოუწოდოთ გადაბადების დღე და გადავირი ესე იგი შევშო დიდი მადლობა
მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდა და შეგახსენებთ, რომ დღეს ზესუმზირას ესე ვთქვათ, კონკრეტული თემა არ აქვს. დღეს არის გია ჯაჯანიძის დაბადების დღე, რომელიც როგორც თვითონ ამბობს 55 წლის გახდა. გიასთან მოდიან თავისი მეგობრები, ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანები და ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სტუმარია დღეს ლაშა ღლონტი, კომპანია გადაიხადა ჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მე მგონი ლაშა ძალიან წარგადგენი, რა თქმა უნდა, მომღერალი და რა თქმა უნდა ჩვენი მეგობარი მოგესალმებით მოგზაურობისათვის და მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი გია დააფასეთ და მოხდეთ. კიდევ ერთი მადლობა. უღრმესი მადლობა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოხვედით და თან ყველაზე კარგი ის არის, რომ აი ჩვენ მთელი გადაცემა ზესუმზირას თulit მეგობრად და ყოველთვის ისეთი გულშემატკივარი და ისეთი აი მე მაგალითად პირველი რაღაც წუთი ვერ გისმენთ ხოლმე, მაინც ვღელავ ხოლმე სადღაც კონცერტი რომ გაქვს ან გამოსვლა რომ გაქვს ხოლმე. დიდი მადლობა. გაიხარეთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ, უბრალოდ მე ძალიან შემეშინდა ერთი რამის, რომ აქ რო ამოვდიოდი. ვანო იყო ჯავახიშვილი და დაიმალეთ ჯაჯანიძე მოდის და მეთქი, რა კაი ბიჭია. ცხოვრებაში, ურთიერთობაში რა კაი ადამიანია და რატო იშინიათ ამ კაცს. დაახლოებით ვიცოდი რაც იყო ხა იუბილერო გქონდა და ეხლა ვანო ჯავახიშვილი ადვილად მოტეხეს და ადვილად დაიმალა და ჩემი დამალა ხა ძალიან რთული იყო. მაგრამ მაინც მოახერხეს, ზეზე ყველაფერი ხდება და ყველაფერს ახერხებენ. გითხრათ და ამიტომ სტუმარის არიცით და ასე რომ არა მე მთელი სერიოზულობით გეუბნებით შემიძლია თამაში შეცხადება რაღაცა არ მიყვარს სიურპრიზები იმიტომ რომ ნერვიულობ ისე გია სხვათა შორის მე შური ესეთი გარდა არც თეთრი ვიცი არ ჩავიო რომ ამბობენ მაგრამ აი პირადად ჩემთვის სამწუხაროდ 10 აგვისტოს მაგ დაბადების დღე და ამ დროს ეთერები არ არის და ვისვენებ და ასე შემდეგ ვინატრებდი რომ ჩემთან მოსულიყო ლაშა ღლონტი და ჩემთვის მოეცა დაბადების დღე არის გასაგებია ყველაფერი ლაშა როგორი ადამიანია გია არის ეკითხების ინტრო გაინტერესებს ყველა თითქმის ერთი და იგივე სიტყვა გია არის ადამიანი რომელიც აი ხა წინა გამოსულმა იმდა მისაუბრა და ძალიან კარგად გამოხატა რაც მინდოდა მე მეთქვა რომ გახსნა რესპონდენტის ადამიანის აი თქვა როგორც პროფესიონალს სხვა მხრივაც პროფესიონალია რა თქმა უნდა ამ კუთხით და ეადვილება ძალიან გიასთან ურთიერთობა ძალიან გიადვილდება მაგრამ იმავე დროს გიას ისე ტექნიკურად შეუძლია იმ ზედმეტად გახსნილი და უკულტურული ადამიანის დახურვა რომ აი თვითონ აზრზე ვერ მოვა ანუ ისე თქმა მინდა რომ ეს გახსნილობა და უკომპლექსობა როდესაც ადამიანის თავხედობაში გადადის გია ისე მორიდებულად ახერხებს ამ ადამიანის უპაკოვობას აი როგორც ესე ითქვიან და აი შეფუთვას და დასმას თავის ადგილზე და ეს დიდი ადამიანების ხვედრია და ნიჭიერი ადამიანების ხვედრია პირველ რიგში კი არის ნიჭიერი ადამიანი და კეთილი ადამიანია სხვისი წარმატება რომ უხარია ესეთი ადამიანია მე ვგრძნობ ამას აი როდესაც რაღაც კარგად მიმღერია რაღაც კარგად გამომცვლია გიასგან მიგრძნია ეს დიდი სითბო ეს დიდი სიყვარული და ეს არის ყველაზე მთავარი სითბო და სიყვარული ადამიანურ ურთიერთობებში მე მინდა აქვე აღნიშნოს ამ მაყურებელს შევიყვანთ გოგონამ დაწერა რომ დაბადების დღის მიუხედავად გიას ეთყობა რომ მოწყენილია და რა ხდებაო არა მოწყენილი კი არა ვარ შოკირებული ყოველ მთელი გულწრფელობით და რა უცნაური რა იყო იცით რომ მართლა ნაწყენი ვიყავი შოკირებული გია ჯაჯანიძე არა ლაშა მართლა ნაწყენი ვიყავი ისეთი ჩემთვის და ეხლა გულწრფელად ყვები გადაცემა მოვიტანეს რადიოზე გადაცემა რაღაცა და ჩასვეს გასაგებია ვიფიქრე რომ პირველი 15 წუთი პირველი ბლოკი მომილოცავენ არაფერი რაღაცა და მე რადიოზე და მაკარო დავინახე ჩაცმული და მეუბნება რომ რაღაც რეტრო გადაცემა მინდა წავიყვანო და რადიოშიო ესე უნდა მე თან პარალელურად გულუბრყვილოს ყოფილა დავიჯერე და ვიფიქრე და აი ხო შეიძლებოდა მეთქი და მე მინდოდა ავანტურაზე წასვლა რომ ძვირფასო ტელემაყურებლებო
მაგამ ჩემთვის ჩაიცვა და მითხრა რომ არ ჩამიშალო პროექტიო და დავინდე. მე ვარ მართლა შოკირებული, აი დავინახე ვანო ძალიან გამეხარდა, დავინახე ინგა ძალიან გამეხარდა, აი ლაშაზე გადავირი, იმიტომ რომ ლაშა ძალიან მინდა ერთი რამ თქვა, ვისაც დღემდე ჯერა გია ხო ადრე ძალიან ბევრი ამბობს რომ კითხავდა და მას რაღაცას ხედავს და შეუძლია რაღაცებით გამოცნობა. მინდა თქვა რომ გია ვერაფერსაც ვერ ხდება და ვერაფერსაც ვერ იცნობს. ის არის ერთი ძალიან მე ვხვდები ახლა რატო არ უყვარს სიურპრიზები თვითონ თუ ხდება აი მითხარე შენ რატო არ გიყვარს სიურპრიზები რა არის არ ვიცი მომლოდნელი აი ემოციური ადამიანია ძალიან და აი ყოველივე სიახლეს და იმასთან დაკავშირებულა ესეთ პატივისცემას ამ სიყვარულს რასაც თქვენ გამოხატავთ ხო აი ამას სხვანაირად იღებს და სხვანაირად აღარ იცის რა ქნას შოქში მართლა შოქში ეხლა აი იცი რა არის გეტყვი ერთ რაღაცას ეხლა არა მართლა არც ვიცი რა დამემართა ეს საათი ვნახე მომეწონა ფასი რომ ნახე დავივიწყე და ნუ ჩვეულებრივად არაფერი თან დიდი ხნის წინ იყო და ლევან კაცაძემ გამომიგზავნა სიურპრიზად ამ კალათის უკან დევსო რომ ვნახე უსაქციელობა დამემართა და ისე შემრცხვა და მომერიდა რომ აი უსაქციელობა არ რაღაცა კარგად თან კიდე რა არის რაშა რომ დავინახე და მიიღო იმიტომ შემა მეგობარმა იმიტომ გაჩქო რომ ის თulis რომ შენ უნდა კონდეს ეს საჩქარა და დაგინახე აი რომ დაგინახე იცი რა არის მე ვარ მიუხედავად ამ ყველაფრისა ვარ ძალიან მორიდებული აი როცა გადაცემაში გიწევ თუ რაღაცა სიახლე გაქვს უამრავ რაღაცას აკეთებ ნუ ეს არის ერთგვარი 50 მაგრამ უკვე რომ შეწუხდი ჩემი გულისთვის თან ლაშა ძალიან გამეხარდა მომერიდა და რაღაც არ ვიცი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგესალმებით ეთერში ხარ გისმენ მოგესალმებით გამარჯობა და თქვენ ძირფას სტუმარს გულის გამახალისებელ სტუმარს ბატონ ლაშას გიესალმებით გაიხარეთ გია ძირფასო გენათალი გილო თავმოგათი დიდი მადლობა ითურებ იმ დღე აი დადებითი თვისებების შენარჩუნებას რაც უფალმა მოგანიჭა და თქვენი ეთერის საშუალებით გენათალი მინდა მიულოცო კიდევ მეორე გიას დაბადების გია ხორგუაში გაიხარეთ დიდი მადლობა აი ყველა იმ ადამიანს ვინც არის დაბადებული და გიას რაც შეეხება მართლაც კი არის დიდი ბავშვი და სანამ ადამიანი ხარ აი ეს გაკ ბავშვი მანამდე ვერანაირი ბოროტება ვერ მოგელა და ლაშა მოდი ვისაუბროთ შენ კონცერტზე რომელიც ვისაუბროთ და ბილეთები გაიყიდა 10 დღით ადრე 10 დღით ადრე მე თვითონ არ ველოდი არა ვიცოდი რომ ბილეთები გაიყიდებოდა რა თქმა უნდა ესეთი რაღაცა ახდება მეგონი და არ მომხდარა იცი რა შეა საქმე ჩემო კარგო მე ვფიქრობ რომ ეს ჩემი დამსახურება არ არის ეს არის ნოსტალგია ქართულ სიმღერასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ამ კონცერტში ეს ამას გიქვია ჩემი სოლო კონცერტი მაგრამ არიან ჩემი მეგობრები მონაწილეობენ ამ კონცერტში იგივე მერაბ სეფაშვილი და თოგო მართელი ბარნაბანიძე ქართული ხმები თეატრალური კვარტეტი ხო აი ამ ადამიანებთან ერთად მე მაქვს ესე იგი ამ ცნობილ მომღერლებთან მაქვს მათივე ჰიტები ცოტა სხვანაირი შესრულებით მათთან ერთად მღერი და ეს არის ჩემი სიხარული რა თქმა უნდა არის და რა თქმა უნდა გიხარი ადამიანს როცა შენ კონცერტზე ასეთი წარმატებით იყიდება ბილეთები მაგრამ ეს არის ქართული სიმღერის გამარჯვება ნუ ნამდვილი ქართული სიმღერა ცოცხალია რა დაასტურია იმისა რომ 10 დღით ადრე გაიყიდა რა თქმა უნდა და სხვათა შორის ერთი რამ მოხდა ძალიან საინტერესო ბელგიიდან ჩამოვიდა ჯგუფი რომელმაც წინასწარ შეუკვეთა ბილეთები ან Facebook-ით კონტაქტებოდი ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანებს ჩამოვიდნენ ესეც ხნა არა მოვიდნენ იყიდეს ბილეთები და დაესწრებიან კონცერტს და მიდიან ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ბილეთის გარეშე და ძალიან ბევრი დაესწრება კონცერტს და ხომ არ აპირებ რომ კიდევ ერთი ჩაატარო ცოტა ის გამოდის იუმორინა მაგრამ ნუ ხალხის მოთხოვნა არის არა იცი რა შეა საქმე კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ არის ამბიცია და ჩემი სოლო კონცერტი ქვია ეს პროექტია კულტურის სამინისტროს და მაქთის ერთობლივი პროექტია და ფილარმონიის და ამ პროექტში ისე დავთანხმდი ვიცით კი მეთქი და მე მივხვდი რომ აი რა დავთანხმდი ძალიან მინერვიული რა იმიტომ რომ მართლა რთულია აი ექიმობიდან პირდაპირ გახვიდე სცენაზე და ესე გამოხვიდე და სოლო კონცერტები ატარო ისე მეგობრების იმედით და
მე ისევ ნერვიულობ ამ კონცერტზე და ისე უნდა დავიხარჯო სცენაზე რომ როგორ უნდა დავამატო მეორე კონცერტი დავამატო კი არა რაშა რამე სიახლე ახალი სიმღერის პრემიერა ახალი სიმღერის პრემიერა იქნება ორი სიმღერის პრემიერა შედგება და კიდე რა არის საინტერესო ეს როგორი კონცერტი იქნება აი როგორც ახლა თავისუფლად ლაპარაკობთ ჩუქუაზე ვარ ხო აი რაღაცა უნდა შეიცვალოს აშენებას სენატრება აი რაღაცა უშუალო ჭეშმარიტება უნდა იყოს და აი ჩესნას რუსებს კარგი სიტყვა გულწრფელობა დარბაზშიც არანორმალურები ხდებიან აი სენატზე არანორმალურები თავისუფლება იქნება ჩაკეტილი არავითარ შემთხვევაში რა წამყვანებსაც უთხარ ახლა სალომე გოგიაშვილი და კახა მიხიაშვილი არ დამანახოთ ეს დაწერილი ტექსტი ტრიბუნას უახლოვდებიან კომუნისტების დროს იყო რაღაც არა როგორც გინდა რაც გინდა გააკეთე მაგრამ რა თქმა უნდა ოქროს შუალები რა არის საოცარება არის ლაშა აი შენ სიმღერას როცა ვისმენ აი მე ბამბო ხოლმე ხუმრობით რომ იცი რა მე ასაკში ვარ აღარ მიყვარს სიმღერა აღარ მინდა მუსე მასმენინებ აი ხო არის რომ აი მასმენინებ იმდენად ორგანულია იმდენად ადამიანურია იმდენად ნიჭიერია ღმერთმა ძალიან დიდხანს გაცოცხლოს მე აი მე ვფიქრობ რომ ხარ მომღერალი რომელიც აი კლასიკად იქცევი და აი ის წავიდა ის დრო რომ ადამიანები რომ რაღაცა შექმნან არა მართლა მე მინდა რომ ამ დროს მე ხლა მაგარი რაღაცა იდეა მომივიდა თავში მაპატიეს მაგრამ თავის ვუალმა მომცა ესეთი გულს რომ გიასთვის მინდა რაღაცა წაუკითხო გიას ლექსი აუცილებლად შეხოთაშორის სანამ ლექსს აიგეთ მე არ შემიძლია არ აღნიშნო შენი ნამღერი იქ ვიჯექი დამალული ვიყავი მოტეხილი ვყავდი ამათ და ესე ვიყურებოდი რა მომხდო ჯაჯანიზებოდი რაღაცაზე უყურებ ჯერ შენ გაკ აი ყველაზე მთავარი რაც არის სიმღერაში გაკ გულწრფელობა ყველაზე მთავარი რაც არის იმიტომ რომ რეიჩელს საერთოდ არ ქონია ვოკალი მაგა ლაშა ამბობ და იმახსოვრე მე არა ვარ ხა რეიჩელ ფერელი სხვა არის ნუ ვოკალი მაგრამ გულწრფელობა და შარმი რაც მოდის შენგან ხო და გამართული ქართული რაც ყველაზე მთავარია ქართული ამ შემთხვევაში ქართულზე არ არის ლაპარაკი ინგლისურად რო იმღერა ინგლისურადაც ისე უნდა პრობლემა ქართულ მომღერლებში ყველა მომღერალში არის თუკი ადამიანი ვერ მეტყველებს ვერც ინგლისურად ვერც რუსულად ხო და ვერც ესპანურად ხო ვერ იმღერებს ისე, იმიტომ რომ სიმღერა მარტო სიმღერა არა. გულწრფელად თქვი, რომ უყურებდი სანამ შემოხვიდოდი. ის ცხვირი ხო აღარ ქონდა დიდი. აი რომ უყურო მღეროდა, ისეთი შარმიანი იყო. მე მიყვარს ძალიან ზეიკო ბოცაძე. მსახიობი. და ეს რაღაცნაირად თუცეთ მინდა რომ წაუკითხო გიას ტერინტიგრანების ლექსი. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდეს წუდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძე. წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიხალა თვარი. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. ეს ლექსი შენ უღრმესი მარტო 28 მარს დიდ სიხარულს ვიძენ დაიბადა გია ჯაჯანია მაიმე 28 მარს დიდ სიხარულს ვიძენ დაიბადა გია ჯაჯანია ამ ლექსის შემდეგ მე მინდა რომ ჩვენ უკვე ვუმღეროთ გიას და შენი სიმღერა შეუსრულო მას კი ბატონო სანამ სიმღერას შეუსრულებდე მე მინდა ნუ ეხა ძალიან ბევრი გამიბრაზდება იმიტომ რომ ბილეთები ფაქტიურად არ არსებობს და ყველაზე დიდი საჩუქარი რაც შემეძლო მე გიასთვის გამეკეთებინა არის ეს კონვერტი ეს ქთამი არ გეგონოს სტოპურიძე არ მეყურებდეს ეს არის ბილეთები ნუ გახსნი მე გახსენდი კარგი ძალიან დიდი მადლობა გაიხარე უღრმესი შესაძლებლობით რა კი ბატონო ეს სიმღერა არის სულ ახალი სიმღერა ეკუთვნის ისევ დათო არჩვაძეს ტექსტის ავტორი ისევ ნანა ცინცაძეა ქალბატონი ნანა ცინცაძე ნაფერი სხვა შორის ამ სიმღერას სახელი არ ქონდა და რამოდენიმე გადაცემაში გაჟღერდა და მაყურებელთა თხოვნით დაერქვა ნაფერები იები
და ამ სიმღერასაც აი პატარა ისტორია მინდა ეხლა ვთქვა ძალიან რომანტიკული ესეთი სიტუაცია აქვს რომ 20 წელია რაც მეუღლე მყავს რა და 20 წლის ცოლ-ქმარი ვარ და ამასინათ ვათვალიერებდით რაღაც ალბომებს და რაღაცეებს ხო ამ მომენტები რომ დაჯდები და საქმე არ ვიცი რა რომელია ეგ ზუსტად გია რომელია შენ გეწოდინე ხო გამოცდილიკაცია და ვათვალიერებდით და რაღაცეები ნახე რა და ნახე უცებ კონვერტი და კონვერტში არის რაღაც ჰერბარიუმი მეგონა რა გავხსენი და ყოფილა ია რა გამხმარი ია და რა არის ეს მეთქი და თურმე მაშინ მიჩუქებია ეს იები რა და შეუნახავს და ეს იები არის გამხმარი 20 წელი შენახული ქონია კონვერტში და ნაფერები იები დავარქვით ამ სიმღერას რა რაღაც ისეთი ტექსტი გამოვიდა კაი რომელიც მაგრამ იები ეძღვნება ფიფკი ია ჯაჯანი საოცარი შენ ვარ თოვლის გუნდი ფიფკი არის ახალგაზრდა ქალბატონ ნანაცი სადაც ძალიან მიყვარს არანორმალური ქალბატონი ისტორია ხანგრძლივია მიყვარს ბიჟები ძალიან მიყვარს რა ვქნა ნიჭიერი არ ვიცი რა მოხდა არ ვიცი რა იყო მე შენზე წამოსდა და გულიც გაიყო შენ ჩემი ოცნები ქალღმერთი ღამი და მაინც რატომღარ ფიქრიდან გრიღავი მე შენგან ნაფერე ლურჯიებს ვინახავ შენს თვალზე მომდგარი წრემლებიც მინახავს მოვალ და თავიდან და ვიწყებთ რაც იყო მინდა რომ გულიდან სიცოცხლე დაგითმო ამბობენ სიცოცხლე უშენო ძნელია იქნება სიმღერა მარტოს მიმღერია დაბრუნდი რომ ისე სიყვარულს უმღერო იცოდე ვერ გავძლე უშენო მე შენგან ნაფერე ლურჯიებს ვინახავ შენს თვალზე მომდგარი წრემლებიც მინახავს მოვალ და თავიდან და ვიწყებთ რაც იყო მინდა რომ გულიდან სიცოცხლე დაგითმო
ცოცხლე დაგითმო ლაშა გლონტი უღრმესი მადლობა მობრძანებისათვის რომელიც მოვიდა დააფასა გია მე თავისი მეგობარი მიულოსა დაბადების დღეს ჩვენი მორიგი სტუმარი და აუცილებლად კონცერტზე რაღა დავამატო არ ვიცი კონცერტზე გაყიდულია ყველა ბილეთი და ვეღარ დაესწრებს სამწუხაროდ ალბათ მომავალში ტელევიზიის გავა ეს კონცერტი და ჩვენი მორიგი სტუმარი სიურპრიზები ჩემო გია გრძელდება სიმღერასაც შეგვისურვებს ეს ადამიანი ეს არის ნინო ჩხეიძე დაგველოდეთ არ გადასწორ დაგველოდეთ ზესუმზირა გრძელდება სიურპრიზები გრძელდება რადგან ჩემი ფიფქის დაბადების დღეა იგივე გია ჯაჯანიძის რომელსაც შეუსრულდა 50 წელი მაგრამ უკვე იძახის 55 წელი იმიტომ რომ ის ცდილობს შეეგუოს მომავალ 55 წელს როდესაც მიუკაკუნებს და ჩვენი ჩემთვის ესეთი ამოუცნობი ადამიანია გიორგი მე მაინც არ ჩვენი მორიგი სტუმარი მორიგი სიურპრიზი უნიჭერესი მომღერალი ნინო ჩხეიძე რომელიც მოვიდა გიას რომ მიულოს დაბადების გილოცა არიცი როგორ გამეხარდა და როგორ აი შეწუხებული ვარ ცოტა დაბნეული ვარ რომ შეგაწუხეთ ეხლა ისე რომ ყოფილიყო რომ ნინო მოდი რა სტუმრად და რაღაცა ესე არა მაგრამ რაღაც მე რომ მეხება აქ რაღაცა ნინო რამდენად არ ვიცი მე შეიძლება პირველი შემთხვევაც არ შეიძლება ყოფილა მსგავსი რამ ეთერში მისულ ხარ ადამიანთან წამყვანთან და მის მიგილოცია დაბადების არასოდეს ან ეს არის ჩაიფიქრე ჩავიფიქრე შენ კარგი ფეხი სასწაულები ნინო როგორი ადამიანი ყველას ერთი და იგივე ვეკითხები ერთი კითხვა რომ ეს უნდა იყოს როგორი ადამიანია გია ჯაჯანიძე შენთვის გია მე გიას ესე კარგად არ ვიცი რომ მე და გია ყოველდღე ვთქვით მაგრამ არის მე ძალიან მიყვარს ადამიანების აურა ანუ გრძნობა ის როგორი აქვს და გია მაყენებს კარგად ყოველდღე სულ ოპტიმისტურია და სადაც არ უნდა ვნახო გია აი ისე ხდება რომ ძალიან თბილად ანუ ძალიან მაგისტრალი ხარ მე რაღაცა განსაკუთრებულად უყვარს ადამიანები განსაკუთრებული დამოკიდებულება გამართულ ადამიანებს მიერ და შევსმენთ ამას უგზნობ განსაკუთრებულად კარგად არის განწყობილი დიდი მადლობა გაიხარეთ ანუ აი შენ ხა პირველი შემთხვევა არ არის როცა ჩვენთან ეთერში ხარ ხო ძალიან ხშირად მოსუხ აი რას გამოარჩევდი გიას როგორც წამყვანის ალბათ მე ვფიქრობ რომ წამყვანი არ არის ესე არ შეიძლება ესე ერთპიროვნულად თქვა იმიტომ რომ წამყვანის უკან ადამიანია იქ რა ამას ხშირ შემთხვევაში იგრძნობს მაშინ როდესაც სტუმრად მოდიხარ და იმას უშუალოდ გრძნობ შენ აი რა გიგრძნია გიასგან აი გიასთან შეიძლება მოუყვე და რაღაცა გავიხსნა ესეთ თემებზე რაც შეიძლება სხვა განსხვავებაში არ მოუყვე ან ვერ მოუყვე რაღაცა ჩაძიება უყვარს დეტალურად აინტერესებს და ზუსტად გრძნობს აი რომ იტყვი თქვათ რომ გუშინ რაღაც დავიბანე იმის უკან რა არის გია მიწის და აუცილებლად კითხავს რომ აი რატო დაიბანე თუ რაღაცა შეგეკითხე რომელიც ყოველთვის რაღაცა იუმორში ამას ისე კი არ გეკითხა რომ დაიბანე და შენ არ დამალო აუცილებლად მოუყვები გაიხარეთ ჩემო გია 50 წლის გიას არ უყურს სიურპრიზები და გიას გავუკეთებ სიურპრიზი ხო არ გონი რომ გაბრაზდება ეხლა ამ ყველაფერზე შენ ესე დაუმალე მე მითხრა რამოდენმეჯერ რატო არ მითხარი ხვალინდელი სტუმრები ვინ იქნებოდა მინდა გითხრა ერთი რამე აი სიურპრიზის დროს გული მიჩქარდება და იცი რა მთელი ცხოვრება ვთამაშობ და თუ მიკარნახებ ანუ გეტყვი აი მეორე შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში და სიცოცხლეში რომ აი რომ მეუბნებიან სიურპრიზი მოგვაქვს მითხარი თუ არა არ მინდა ერთი იყო მზის დარტყმაზე რომელიც არ ვიცოდი და მეორე იყო ის რომ არ ვიცოდი არც სტუმარი არაფერი დღეს არ ვიცოდა არაფერი და ერთადერთი რამ მითხრა მე რომ თუ აპირებთ რაიმესო ჩემთვის გაკეთებასო მე იცოდე ავდგები და გავიქცევი გადაცემიდან რაც ძალიან მეშინოდა რომ მეთქი რაღაცა ისე დაიწყე რა გული გაკაჩქარები არა გული კი არა იცი რა არის მე ვარ მობილიზებული ადამიანი და იცი რომ გეგმიურად იმიტომ რომ უსაქციელობად მე მემართება
ხდება და რაღაცა წუხდა ნერვიულობ რაღაცა. ეხლა ვანომ რომ ამოიღო ის საჩუქარი და რომ სანამ ამოიღო, აი რა დამემართა, იცი, სულ მეგონა რაღაცა უნდა ამოვხდარიყო, რაღაცა ნახე შვენიერი ეს ვანო გაჩუქა? ხო, მოსასხამი, სასწაული. ნინო კონცერტზე თუ დაგჭირდება გათხოვებს. არა პრობლემა. ხო ათხოვებ. აი, მე ამას ისეთი ჩასაცმელი. ნინო, შენი დაბადების, აი შენ თუ ქონე ესეთი გრანდიოზული, რომელიც არც იცი. ვინ იქნებოდა დაბადების დღეზე სტუმრები? ან გონია რომ არ იხდიან და ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და აი ზოგიერთი ამბობს რომ აი არ მიყვარს ჩემი. მე მიყვარს ჩემი დაბადების დღე, მაგრამ ყოველ წელს არ ვიცი რას ვაპირებ. და რომ მკითხო ორი თვით ადრე არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი მიგროვდება. შესაბამისად მე ხარც ანუ ვინც მირეკავს, თქვა დავყვეტი 20 კაცი. ვინც მირეკავს მე ხის მანძილზე მერიდება რომ არ უთხრა და მე ყველას მეუბნები ვინც მირეკავს საბოლოოდ ეს 200 დაუგება რაღაც შემთხვევაში გეგმავთ რაღაც თქვა და აქ უნდა გავაკეთო იქ უნდა გავაკეთო მაგრამ იმდენი ხალხი ხდება სკოლაში ჩემ დაბადების დღეზე ყოფილა ისეთი დაბადების დღე რომელსაც აი არ მოელოდი შენ აი მაგალითად ჩემმა მეუღლემ გაგიკეთა ან შენმა მეგობრებმა ისეთი სიურპრიზი კიდე იგივე სუპრა რესტორანში. უბრალოდ დაგიყვანეს და ამბობს დაგხვეწო. ვერანდაზე, პროფესიონალურად დაბადების დღე არ ვიცოდი. ჩემ მეუღლემ გამიკეთა ეს სიურპრიზი, რაც აი მოულოდნელი იყო, რომ ქსოვრელები შემოვიდნენ. ჩემ დაბადების დღეზე რაღაც დაგვითა. ფეირვერკი იყო დაეწერა მიყვარხარ და რაღაცა ფეირვერკები იყო. აი ეს იყო სიურპრიზი. ო, ეხლა ეს სიურპრიზი, კარგი სიურპრიზია, მიყვარხარ რომ ეწერება თან. სასწაული. ისე აი რა მაინტერესებს, იცი, გასაგებია რომ შენ არა, ну, რა თქმა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიცოდით, ასე ვთქვათ, რომ შენ და გია ვთქვათ, არა ხარ ძალიან ისეთი ახლო მეგობრები მაინც და მაინც როგორც ინგას შემთხვევაში, მაგრამ აი მაინც როდესაც მოხვედი დღეს, ვთქვათ, შენ მოსავლოცად, აი იცი რა მაინტერესებს, შენ მაინც ვეცადეთ, რომ ეს გიადან გამომდინარე ყოფილიყოს მის მოსავლოცად, განსაკუთრებული დღე. ანუ მე მოხდი ყველა ადამიანი და შენ აი რაღაცა ამნიშნეთ, იმიტომ რომ მისი დამოკიდებული ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი გია, რომელიც გიაც უყვარს, მაგრამ რაღაცა ნინო, გეტყვი ერთ რამეს, არაერთ გადაცემაში, სხვაგან შოუებში და აქ მე ხმამაღლა, აი არ ვიცი რანაირად გითხრა, მე შენ გისმენ, მიხარია, მიყვარს და აი ის ენერგია, რასაც ამბობენ ხოლმე ხალხი, რომ აი სულ დადებითი ენერგია, იმხელა ენერგიას ვიღებ მართლა და მე რაზე ვარ. კიდევ კარგი ნინო მეუღლე ყავს, სწორედ ხელს გთხოვდა. აი რამდენი? 30. აი 31-ის არის ჩემი შვილი, გაჩერდი. შვილო ნინო. შვილო ნინო. მაყურებელია ეს. მოგესალმებით. გილოცავ დიაჯაჯანის დაბადების დღე. ეთერში ხარ გისმენ? გისმენ. ალო. გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ყველა ძალიან კარგი ხარ. ყველა ძალიან გვარხარ ოთხი. მაგრამ ეხლა ჩემი უახლოესი ადამიანი გიორგი ჯაჯაინზე რო არ გამოვყო, არ შეიძლება. 1 საათია ვეკავდი დავდე. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო პირადად დამძეკა. ვინც არის მინდა რომ შურით გასწდეს ესეთი მეგობარი მყავს. მადლობ გია, რომ აი ეგეთი ხარ და რომ თამამად შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ხარ ჩემი მეგობარი. აი მართლა ადამიანი. უღრმესი მადლობა ზარისათვის. ვერ ვიცანი ნინო, შენ მოდი მუსიკალურ სფეროში შევეხოთ, რა ხდება? სიახლეები რა არის? ახალი კლიპის გადაღება თუ ხდება ან ახალი სიმღერები? მუსიკალურად ბევრი სიახლე ხდება. ნუ ფილმში იღებენ. ეს ვიცი. ой, მე არ ვიცი. ორ ფილმისთვის დავაყენე. აჰა, უკვე მეო. რა არის? ავადებ მუსიკ სიმღერებს და ამავდროულად მუშაობ ალბომზე, რომელშიც შეხედვით იქნება ჩემი დაწერილი სიმღერები. ეს უკვე ძალიან საინტერესოა. ჩვენ ძალიან მინდა რომ ჩემ დაბადების დღეზე დავამთხვიო პრეზენტაცია და აი არ ვიცი მოვაწოდე თუ არა. სიახლეზე მოასწრებ ხედაბრუშენა. ხო და აღარ ჩემო ნინო გასართობას კლუბებში და რესტორნებში და დაჯიქი სახში წერე. მაინც მინდა ერთი რამე სანამ რა თქმა უნდა აუცილებლად სანამ იმღერებდა ეს ყველას თითქმის ყველგან სადაც კი არა რესტორანში არის ყველა მღერის ამ სიმღერას ნინო რომელსაც დღეს გიას შევსრულებს და
გიას შეუსრულებ და მინდა ერთი რამ მკითხო, აი, ხო, შენთვის არის ამოუცნობი ამ ადამიანს, უпростоრად ამოიცანი ამ ადამიანის ფენომენი, აი, რაში მდგომარეობს, გახდა 50 წელს შესანიშნავად გამოიყურება არაჩვეულებრივად და მე მგონი, აი, მე არც ვეცებ, რომ გია ამოუცნობია, გიასთან რამდენჯერაც ურთიერთობ ძალიან კარგად ვხსნით თავს და იმდენჯერ სხვადასხვანაირია და საინტერესოა. შემიძლია რაღაცა მოუყვე, შემიძლია ვკითხო, შემიძლია უთხოვ გია მიმკითხავ რა მოხდება დღეს და რაღაც უშო ყველაფერი კარგად იქნება. უთხოვ აი საერთოდ არ თუ ისა. იმდენად მამხნევს და კარგ განწყობაზე მაგანიც რომ იყოს ამოუცნობი. აი ამიტომ ინტერესო და კარგი. მე უნდა გადმოგცე ოსკარი მიკროფონის სახი და შენ არ იქო მას ეს სიმღერა. სიამოვნებით. მიულოცო, რა თქმა უნდა. კი. ჩვენ მოვედით ნევერლენდის ჯადოსნური სამყაროდან, სადღესასწაულო ცენტრი, რომელმაც გამოგიგზავნეთ აი ესეთი არჩეულობრივი მე გავსი ტორტი ადამიანებს. აუცილებლად უნდა დავიკითხო, მე მაპატიეთ, ტორტი მოგვაწოდა საკონდიტრო კარამბოლა, რომელიც მდებარეობს ისანში, ისან სამგორის გამგეობის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კონდიტრები
ვფიქრობდი ექსკლუზიურ ხელოვნების ნიმუშებს გვიან ეს მართლაც ექსკლუზიური აი ნამუშევარია მინდა ვთქვა თქვენ შენთვის გია და თქვენთვის ძირფასო ტელემაყურებელო მნიშვნელოვანი აუცილებლად გია დამატებით რომ ნევერლენდში მიყავთ გია გასართობ ცენტრში გადავიდეთ ნევერლენდში რომელიც მდებარეობს ასტრაპარკში იქ ველოდება კიდევ უამრავი ზღაპრის გმირი რომლებმაც სურპრიზი ჩემი პატარა ხობინახი პატარა გია თავის შვილიშვილებთან ერთად წამოვა და გავარია ნინოს მე მაინტერესებს ნინოს აზრი იმიტომ ნინოს ქონდა ქალაქური სიმღერა ტაშიტოში და ამიტომ ესეთი თანამედროვე ძალიან მომეწონა ჩემი გაგიჟდება მიხავ საყვარელია თვითონ მიხავ სანდო ხო არა ჩემი რა საყვარელია არა გაუგნებული უღრმესი მადლობა აი ნინო უღრმესი მადლობა და აი კიდევ ერთხელ გადამეხადო გიას ბულოცას ზეცუზი რამი დამთავრდა გემშვიდობებით ხვამზე ხოლმე ჩვეულების სერიოზულები ვიქნებით ჩვენ რა თქმა უნდა მე ისგან გია ჯაჯანიძე ხმას ვერ იღებს მე ვფიქრობ რომ ხვალ ეს ყველაფერი დაწმარდება დამშვება და ხვალ გვეწყის ყველაფერს წავედით ერთად ნევერლენდში კარგად ზეცუზი გემშვიდება